მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა და იყო და ყოველთვის იქნება თითქოს აქტუალური, იმიტომ რომ ალბათ რადგან მობრძანდით, ვარაუდობ რომ ყავთ დედმამიშვილები ან თავად ხართ რამდენიმე შვილის მშობელი. ამიტომ სანამ დავიწყებთ, რომ მანიშნოთ ვის ყავს ერთი ან მეტი დედმამიშვილი ან თავად შვილი. აჰა. ან თითქმის ყველას. ძალიან კარგი, ანუ თქვენთვის რაღაც საკითხები, რაზეც ვისაუბრებთ, ალბათ სავარაუდოდ შეგეხებათ, გაგახსენებთ თქვენს გამოცდილებას, ასევე გამოგადგებათ მომავალში შვილებთან ურთიერთობისას, ხო? სანამ უშუალოდ თემაზე გადავალთ, მოკლედ გაგეცნობით, მე ვარ ელენე ბაჩიაშვილი, ვარ კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და მნიშვნელოვანია ჩემი თავის წარდგენისას ყოველთვის აღნიშნავ ხოლმე, რომ პრაქტიკა დავიწყე ბავშვებთან, ამ ეტაპზე ვმუშაობ ზრდასრულებთან და ძალიან ღირებულია ეს გამოცდილება ჩემთვის გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის მაინტერესებდა და მინდოდა მენახა ბავშვის განვითარება ყველა ასაკში და შემდგომ უკვე ზრდასრულობაში. ამიტომ მიმუშავია ბავშვებთანაც და ძალიან ხშირად თემას როცა ვამზადებდი, ვფიქრობდი, რომ კლინიკური პრაქტიკის განმავლობაში ყოველთვის მიწევდა კონსულტაცია დედმამიშვილებთან დაკავშირებით და როცა ამას ვაკეთებდი, მშობლებს ყოველთვის ახსენდებოდათ თავიანთი ბავშვობის გამოცდილებები და ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ამის შესახებ გაეზიარებინათ და ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს მემკვიდრეობა არსებობს, ასე ვთქვათ და ძალიან დიდი ისტორია აქვს ამას. ვისაუბრებთ ამ ადრეულ გამოცდილებაზე, მოზარდობაზე, შემდეგ უკვე ზრდასრულობაზე, იმაზე თუ რა როლი აქვს მშობელს დედმამიშვილების ურთიერთობის ჩამოყალიბებაში და განვითარებაში, რიგითობას შევეხებით, დაბადების რიგითობას და ასევე ამ ისტორიის განმავლობაში მოკლედ შეიძლება პარალელურად აღნიშნოთ ხოლმე, რომ ეს საკითხები ძალიან ხშირად გვესმის ბავშვობიდანვე ზღაპრებში, ლიტერატურაში და ამით კიდევ ერთხელ დასტურდება მნიშვნელოვნება ამ საკითხის, ხო? ძალიან ბევრი კვლევა არსებობს ამ მიმართულებით ფსიქოლოგიაში, ვინაიდან ფსიქოლოგიის ფოკუსში მოიქცა ეს თემა, ყურადღების ფოკუსში გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის ფორმატში მშობლებთან ერთად ძალიან დიდ გავლენას ახდენს დედმამიშვილების ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ ძალიან ზემოქმედებენ ერთმანეთზე და როგორც ხელს უწყობენ, ასევე შეიძლება გამოიწვიონ გარკვეული სირთულეებიც, ხო? როგორც საკუთარი თავის აღქმაში, სოციალურ კომპეტენციაში, ზოგადად ბედნიერების განცდის ჩამოყალიბებაში და რეალურად ისინი წარმოადგენენ რაღაც მინი სოციალურ მოდელს, ხო? სანამ ბავშვს გარე სამყაროსთან ექნება შეხება, როგორ შეიძლება რეაგირებდნენ ადამიანები მის ქცევაზე, მის ნათქვამზე, ზოგადად მის პიროვნებაზე და რეალურად ეს ადამიანები არიან ვისთანაც ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა გვაქვს ცხოვრებაში და დაკავშირებულები ვართ არა მხოლოდ ბიოლოგიურად, არამედ როგორც სოციალური არსებები. თუმცა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ეს ბიოლოგიური კავშირი საკმარისი არ არის ხოლმე, იმიტომ რომ მშობლებს აქვთ მოლოდინი, როცა მეორე დედმამიშვილი ჩნდება, ავტომატურად ელიან, რომ ისეთი ბედნიერება ბავშვისთვის, ხო? თუმცა რეალობას ზოგჯერ ეს არ შეესაბამება ხოლმე, იმიტომ რომ ვლინდება ეჭვიანობა, ხშირად გაღიზიანება, დაპირისპირება, კონფლიქტები და ასე შემდეგ. ამიტომ სირთულებთან ერთად მინდა რომ აქცენტი გავაკეთოთ პრევენციაზე და უფრო მეტად ვისაუბროთ იმაზე პირობითად როგორ შეიძლება მოვამზადოთ ბავშვი მეორე ბავშვის დაბადებისთვის, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ მათ ურთიერთობას და ასე შემდეგ. სხვათა შორის თქვენ ახსენეთ და რეალურად ვისაც არ ყავს დედმამიშვილი, ალბათ ბევრი ადამიანი გაგახსენდებათ, რომლებიც საუბრობენ ან მეგობარზე, ან ნათესავზე და აღნიშნავენ, რომ ჩემთვის დასავით არის, ძმასავით. ანუ რეალურად ამისკენ ვივილტვით, ან რაღაც ბიოლოგიურად არის ეს განპირობებული ჩვენთვის, რომ ყავდეს ესეთი ადამიანი, რომელთანაც ესეთი სახის სიახლოვე და კავშირი გვექნება, ხო? და რეალურად კვლევების მიხედვითაც და სტატისტიკის მიხედვით 80% ადამიანს ყავს ერთი დედმამიშვილი მაინც. რეალურად, როგორც აღნიშნეთ, ეს არის რაღაც პირველი სოციალური ველი, სადაც ჩვენ ვწავლობთ თანაარსებობას, ვაწესებთ საზღვრებს, ვაზიარებთ, როგორც ნივთებს, ასევე საკუთარ თავს და ემოციებს, ხო? ანუ ეს ყველაფერი ჯერ ინსტინქტურად ხდება, თუმცა შემდეგ უკვე ხდება ამის გაცნობიერება და
გააზრება. ანუ რომ შევეხოთ ადრეულ წლებს, პირველ რიგში განვითარების ეტაპები და ეს ურთიერთობის ტიპი იცვლება დაბადებიდან, ну ზოგადად ზრდასრულობამდე, მაგრამ პირველ წლებში ყველაზე მეტად გაგახსენდებათ, რომ ვლინდება ეჭვიანობა დედმამიშვილის დაბადებისას, ხო? იმიტომ რომ აი 6 თვის ბავშვიც კი უკვე როცა დედა სხვას იყვანს ხელში, ბრაზობს, გამოხატავს ამას მოძრაობით, რაღაც ბრაზის გამოხატვით, ხო, და 16 თვის ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია რომ განზრახ გააბრაზოს თავისი დედმამიშვილი. რეალურად რა არის სინამდვილეში დასაბამი ამ ეჭვიანობის არის მშობლების გამორჩეული სიყვარულის სურვილი. რადგან დაბალ ასაკში განსაკუთრებით ყველა ბავშვს სურს რომ იყოს განუმეორებელი და გამორჩეული და მშობელი არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო, საიდანაც ბავშვი იღებს როგორც ესეთ მატერიალურ, ფიზიკურ დახმარებას, საკვებს, ფიზიკურ უსაფრთხოებას, ასევე სიყვარულს, აღიარებას, მზრუნველობას და მხარდაჭერას. და შესაბამისად ეს მშობლებისგან მიღებული მხარდაჭერა და სიყვარული აძლევს მას იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად გამოხატოს თავისი თავი და იყოს უფრო მეტად სრულყოფილი საზოგადოების წევრი და მოკლედ გამოავლინოს თავისი პოტენციალი. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის უპირობო მიმღებლობა და დაცულობა. ყოველი შემდეგი ბავშვის დაბადება რაღაც ნაკლებთან ასოცირდება. ანუ ეს არის ნაკლები ყურადღება, ნაკლები სათამაშო პირველ ეტაპზე, ხო? და აღიარება დრო ასევე მშობლის და ბავშვებს აქვთ განცდა, რომ მშობლის ის ყურადღება, რაც მათ აქვთ, ის იყოფა. ანუ არა მას თავის ინდივიდუალური უჩნდება, არამედ იყოფა და შესაბამისად, ასაკს გააჩნია, რა თქმა უნდა, თუმცა მშობლების გამოცდილება, რაც გაუზიარებიათ მათ და რაც ლიტერატურაში არის აღწერილი, ამბობენ, რომ გავაჩინე შვილები დიდი ინტერვალით იმის მოლოდინით, რომ ეჭვიანობა ნაკლები იქნებოდა, ან პირიქით ძალიან მოკლე შუალედით იმისთვის, რომ მათი ურთიერთობა უკეთესი ყოფილიყო და ერთად გაზრდილიყვნენ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ვლინდება ეჭვიანობა და ეს ძალიან ნორმალურია, ხო, იმიტომ რომ ავტომატურად ხდება და მნიშვნელოვანია ამაში მშობლის ფასილიტაცია, ანუ ეს ის არის, რაც აუცილებლად გაჩნდება და ბუნებრივია რომ გაჩნდეს და თუმცა რეგულირებადია და მშობლის ჩართულობით გადაჭრადი პრობლემაა, ასე ვთქვათ. ასეთ დროს რამდენიმე რეაქცია შეიძლება გამოავლინოს ბავშვმა, ხო? პირველი არის ის, რომ მოირგოს კარგი ბავშვის როლი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის შეეგუა, ვითომ შეეგუა, ასე ჩანს ახალ ბავშვს, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ის მეტად თრგუნავს თავის აგრესიას და უფრო მეტად ერგება მშობლის მოლოდინებს. და უწევს, რომ მიიღოს მონაწილეობა მეორე დედმამიშვილის აღზრდაში, თუმცა ეს ერთი შემთხვევაა და მეორე შემთხვევა არის, როცა ურჩი და ეგოისტი ბავშვი ხო ხშირად მოიხსენიებენ, რომ ეჭვიანობს, უნდა რომ ყველაფერი მას ჰქონდეს და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ის ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას და ამ დროს ხშირად არის ხოლმე მშობლებისგან უფრო მორალისტური მოწოდება, რომ ეს როგორ შეიძლება შენი ძმა არის და არის, უნდა გიყვარდეს და ასე შემდეგ, ხო? თუმცა მისი გაღიზიანების საფუძვლები ძალიან გასაგებია, ხო? და ორივე პოზიცია, ეს კარგი ბავშვიც და ეგოისტი ურჩი ბავშვის როლიც საჭიროებს მშობლის ჩართულობას, იმიტომ რომ არც ერთ შემთხვევაში რადიკალურია პოლუსებია, ხო, სადაც არათანაბრად მიმდინარეობს ოჯახის ახალი წევრის მიღება. ანუ რეალურად თქვენც რომ გაიხსენოთ ახალი ბავშვის დაბადება ძალიან ცulis ოჯახის დინამიკას და არ ვიცით როგორ რას გამოიწვევს ახალი ადამიანი ოჯახში შემოსვლისას, ხო? პოზიტიურ მოლოდინებთან ერთად არის დაბნეულობა, მათ შორის მშობლების მხრიდანაც, იმიტომ რომ სხვა საჭიროებები აქვს მას, უფრო მეტი მოვლა ჭირდება ფიზიკური, უფრო მეტი ენერგია, ხო? და შესაბამისად ბავშვისთვის აუცილებელია პირველი დედმამიშვილისთვის იმის ცოდნა, რომ ეს ბუნებრივია, ხო? მომზადების ნაწილში ამას გულისხმობთ და ყოველთვის ვურჩევთ ხოლმე მშობლებს, რომ გააფრთხილონ იმის შესახებ, რაც მოხდება, ხო? შეიძლება ვუთხრათ, რომ ხშირად იტირებს ხოლმე, მე შეიძლება უფრო მეტი დროის გატარება მომიწიოს მასთან, ამიტომ შენ როცა იგრძნობ დანაკლისია ჩვენი ურთიერთობის, ეს ყოველთვის შეგიძლია მითხრა, ანუ
რეალურად კომუნიკაციის გასაღები ყოველთვის არის ბავშვის მოსმენა და იმ გრძნობების მიღება, რაც მას აქვს. იმიტომ რომ ზრდასრულების ურთიერთობაშიც რომ გავიხსენოთ, ყველა შემთხვევაში როგორც კი ჩვენი ემოცია მიღებულია, კომუნიკაცია უფრო მარტივდება, როცა მას ვიღაც შეამჩნევს და აღნიშნავს, რომ ხედავ როგორი გაბრაზებული ხარ, ნაწყენი ხარ, რომ შენთან ნაკლებ დროს ვატარებ პირობითად, ამ დროს იწყება მშვებას გრძნობთ უფრო მეტად და უფრო მეტად გვინდა კომუნიკაცია, მიღებულად და გაგებულად გრძნობთ თავს. ეს არის პირველი ეტაპი, როცა ყველა ასაკობრივ ეტაპზე აუცილებლობას წარმოადგენს მოკლედ. და ასევე ახალი დედმამიშვილის დაბადებისას მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ შესაძლოა ბავშვის ქცევაში გამოვლინდეს უხეშად რომ ვთქვათ, ცუდი ქცევა, ანუ მოაწყოს ტანტრუმები, უფრო მეტად გაღიზიანებული იყოს, შფოთვა მოიმატოს და ასე შემდეგ. ან შესაძლოა ქცევაში მის ასაკობრივად შეუსაბამოდ მოიქცეს, ხო? პირობითად მოუნდეს, რომ ახალშობილის საწოვარა გამოიყენოს, ან მან ისიც ხელში დააძინონ, იმიტომ რომ ხვდება, რომ მას ფიზიკურად უფრო მეტი ყურადღება ხვდება და ამიტომ ითხოვს გათანაბრებას გარკვეულწილად, ხო, რომ მეც დედამ ყურადღება მომაქციოს. რადგან ეს აღნიშნეთ აუცილებელია, რომ ყველა ეტაპზე ის გათანაბრების მცდელობა არსებობს ხოლმე მშობლებისგან ყოველთვის, რომ ერთნაირად მიყვარხართ, ერთნაირი სათამაშოები აქვთ ბავშვებს, თუმცა ყოველთვის აუცილებელია უნიკალური და ინდივიდუალური მიდგომა. ბავშვის თანდასწრებით არ არის მოკლედ ეს საჭირო და აუცილებელი, რომ გავაჟღეროთ, რომ ერთნაირად მიყვარხარ. ინდივიდუალური მიდგომა გულისხმობს იმას, რომ შენ ძალიან მიყვარხარ, ხო? თუ ეს შედარების აზრი უჩნდება ბავშვს, რომ ის უფრო მეტად გიყვარს პირობითად, მას ერთი მარცვლით მეტი რაღაც შეხვდა საუზმეზე პირობითად, ხო? რომ ამასაც ითვლიან ხოლმე ძალიან ხშირად ბავშვები. ამ დროს ნაცვლად იმისა, რომ ვკითხოთ, ვუთხრათ, რომ ერთნაირად გაქვთ და ვუმტკიცოთ, რომ ეს რაღაც გავათანაბროთ, შეიძლება ვუთხრათ, რომ კიდევ ხშია, გინდა რომ კიდევ დაგიმატო, ხო? ანუ გავაკეთოთ აქცენტი არა გათანაბრებაზე, არამედ იმაზე, რომ მას რაღაც ინდივიდუალური საჭიროება და სურვილი აქვს, ანუ პირობითად მეტად ხშია, ხო? ანუ შეიძლება თქვას, რომ არ მინდა და სინამდვილეში თქვენ ამოიცნოთ მოტივი, რომ მას უნდა გაუთანაბრდეს დედმამიშვილს, მაგრამ მთავარია მშობლის რეფლექსია ამასთან დაკავშირებით, როგორი იქნება. და მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის, როცა ახალი დედმამიშვილი იბადება, რუტინის შენარჩუნება, ხო? იმიტომ რომ ის რიტუალები, რაც არსებობდა მანამდე, პირობითად ზღაპარს უკითხავდით თუ ერთად საერნობდით, ამის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რომ მან იგრძნოს, რომ მისი როლიც შენარჩუნებულია ამასთან ერთად, ხო? შეიძლება გამოყოთ დრო მისთვის, ასევე გააკეთოთ ის სპეციფიური აქტივობები, რაც მას მეტად სიამოვნებს და ერთიც თქვენც უფრო დაახლოებულად გრძნობთ მათთან თავს და აუცილებელია რომ ვაჩვენოთ რომ ყოველთვის გვინდა ვიცოდეთ ის რას ფიქრობს, როგორ გრძნობს თავს და არა მხოლოდ დედმამიშვილთან მიმართებაში, ხო, იმიტომ რომ ხშირად ეკითხებიან ხოლმე მშობლები, როგორ მოგწონს შენი და ან ძმა, როგორია შენი დამოკიდებულება მის მიმართ, მაგრამ სხვა საკითხები, რაც ბავშვის ცხოვრებაში ხდება, ესეც აუცილებელია რომ იყოს აღნიშნული. ასევე არის რეკომენდაცია, რომ როცა შეძლებთ შეეხოთ, ან ფიზიკურად ჩაეხუტოთ, გამოხატოთ სიყვარული პირობითად, უთხრათ, რომ ძალიან გიყვართ და თუ რეალურად არ გამოხატავს ინტერესს ბავშვის მიმართ, ესეც ნორმალურია. არ დაჩქაროთ და არ უბიძგოთ ამისკენ, რომ პირობითად ძალიან კარგი და ან ძმა გყავს და როგორ არ გინდა მასთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. ანუ ის მორალური ჩარჩოები, რაც ჩვენთვის წარმოდგენაში გვაქვს, რომ დედმამიშვილებთან უნდა არსებობდეს, ჯობია რომ ბავშვს არ მოვახვიოთ თავს იქიდან გამომდინარე, რომ მას ჭირდება ინდივიდუალური დრო ადაპტაციისთვის და ბავშვთან შეგუებისთვის. შეიძლება ასწავლოთ ასევე როგორ აიყვანოს ხელში ფრთხილად, ან ჩართოთ იმ საქმიანობაში, რაც ბავშვის მიმართ ხორციელდება, რომ რაღაც მოგაწოდოთ პირობითად, ამისთვის მადლიერება გამოხატოთ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ჭარბი რაოდენობით, ხო, იმისთვის, რომ ბავშვმა არ იგრძნოს დიდი პასუხისმგებლობა თავისი დედმამიშვილის მოვლის შესახებ. ასევე ძალიან მიხარია, რომ დღეს მამა თუ
მამა გვესწრება, იმიტომ რომ ახალი ისე ვთქვათ ბავშვის დაბადებისას ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე მამის ჩართულობაც ამ დროს უფრო მეტად, იმიტომ რომ დედას ფიზიკური საჭიროებებიდან გამომდინარე უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ბავშვსაც უფრო მეტი საჭიროება აქვს დედის ჩართულობის, ხო? ნუ დამოკიდებულია სხვა ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, კვების და ძილის პროცესზე, თუმცა მამის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ნუ ზოგადად მშობლების მიდგომა დედმამიშვილების ურთიერთობების დარეგულირებისას ცალსახად აუცილებელია რომ იყოს თანმიმდევრული და შეთანხმებული როგორ იქცევიან მათთან ურთიერთობისას. ანუ მნიშვნელოვანია რომ არ გამოგრჩეთ მხედველობიდან ბავშვის საჭიროებები და ყოველთვის უთხრათ რომ თუ დროს ვერ ატარებთ მათთან ბავშვებთან ყოველთვის შეიძლება მათი ასაკობრივი განვითარების შესაბამისად მათ ენაზე საუბარი პირობითად უთხრათ ის რომ ძალიან მომენატრე დამაკლდა ჩვენი ერთად ყოფნა ხო სადაც აგრძნობინებთ იმას რომ თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენს გრძნობთ იგივეს რასაც ის შეიძლება გრძნობდეს. ანუ შემდეგ მშობლის ჩართულობაზე მინდა რომ ამას აგზეთ და ალბათ უკვე ბევრ სხვა ეტაპზეც მსგავსია. უნდა აღვნიშნოთ რომ მშობელი ძალიან გაუცნობიერებლად ირჩევს ფავორიტ შვილს. ხო, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორი არსებობს, ანუ იდენტიფიცირებას ახდენს მასთან, რომ ემგავს თუნდაც ვიზუალურად ან ხასიათით, ან მარტივი ბავშვია, ხო? ეს რაღაც არ ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად უყვარს აქ სიყვარულის ხარისხს არ განსაზღვრავთ, უფრო მეტ კავშირს, ხო? და ეს გარკვეულწილად მოქმედებს ხოლმე ბავშვებთან ურთიერთობაზე და დედმამიშვილებთან ურთიერთობისას, იმიტომ რომ ბავშვები ყოველთვის აკვირდებიან მშობლის რეაქციებს და ძალიან სენსიტიურები არიან ამ საკითხებთან დაკავშირებით. და ეს არათანაბარი ემოციური ხელმისაწვდომობა ბავშვებისთვის ძალიან ხშირად ღრმა მკვლედ გავლენებს იწვევს ბავშვების ემოციურ განვითარებაზე ზოგადად და ერთმანეთთან ურთიერთობაზე განსაკუთრებით, ხო? ანუ ძალიან დიდი აქცენტია ხოლმე მშობლების პასუხისმგებლობაზე, ხო, თუმცა ყოველთვის მინდა ხოლმე რა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან რთულია მშობლობა, ამიტომ შეცდომების დაშვებაც ძალიან ბუნებრივია და ავთენტურობაც მნიშვნელოვანია, ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გაუზიარებიათ ბავშვებს, რომ რაღაცა სწორს მეუბნება დედა, მაგრამ რაღაც არ ემთხვევა იმას, რაც მისთვის არის დამახასიათებელი, ხო? ამიტომ შეიძლება ვიცოდეთ ძალიან სწორი მიდგომები, მაგრამ საკუთარ თავზე რეფლექსია, განვითარება მუდმივად ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? იმისთვის, რომ თქვენს გქონდეთ საკუთარ თავის მიმართ მიმღებლობა. ხშირად აღნიშნავენ ხოლმე მშობლები, რომ მინდა რომ კარგი მშობელი ვიყო, არ მინდა შეცდომები დაუშვა და სინამდვილეში ძალიან დიდი დანაშაულის განცდით იტანჯებიან, ხო, იმიტომ რომ ზოგჯერ არ გვაქვს ეს ემოციური საკმარისი რესურსი, ხო, შეიძლება ძალიან ისეთი ავტომატურად გამოვხატოთ უხეში რეაქცია ბავშვების მიმართ, თუმცა ამის კორექცია ყოველთვის შესაძლებელია. ეს ძალიან ისეთი საიმედო ამბავია ყოველთვის, რაც გვეხმარება ჩვენი ქცევის მართვაში, ასე ვთქვათ. ძალიან ხშირად საუბრობენ ხოლმე კონფლიქტების მოგვარებაზე. ამ ასაკშიც არის ფიზიკური ხასიათის განსაკუთრებით, ხო? იმან ჩამარტყა, ისე აღწერენ ხოლმე მშობლები, ხოცავენ ერთმანეთს, ხო, ალბათ ხშირად გაგიგონიათ და ძალიან დაუნდობლები არიან ხოლმე ხშირად ბავშვები და მშობელს უწევს ამ დროს ფიზიკური უსაფრთხოების ნაწილის გათვალისწინებაც, ხო, იმიტომ რომ შესაძლებელია ბავშვი დაზიანდეს. თუმცა კონფლიქტის მართვის დროს აუცილებელია დაკვირვება, რაზე ჩხუბობენ ბავშვები, ანუ რის შესახებ არის კონფლიქტი. ანუ ეს არის რაღაც მატერიალურ ნაწილთან დაკავშირებული დედის მშობლის ყურადღებასთან, ანუ ყოველთვის გასათვალისწინებელია კონტექსტი. ანუ შეიძლება ესე ვთქვათ, რომ თუ ბავშვები ჩხუბობენ, არა, ანუ უფრო როცა ბავშვები ჩხუბობენ, ანუ რა ხდება იმ სოციალურ კონტექსტში, როცა ეს ჩხუბი იწყება.
ასევე ამ კომუნიკაციის გასაღები არის ყოველთვის ის, რომ იგივე მივიღოთ მათი ემოციები და განცდები, რაც იმ მომენტში აქვთ, ხო, რომ ხედავ როგორ გეტკინა პირობითად, რომ დაგარტყა. ამ დროს ძალიან იმპულსურია ხოლმე მშობელიც და ამბობს, რომ არ მინდა გავიგო, ვინ დაიწყო ჩხუბი პირობითად, მინდა რომ ეს შეწყდეს, გაჩერდით, ხო, ან რაღაც მსგავსი. ეს ძალიან ავტომატურია ცხადია. თუმცა ხშირად არის ხოლმე, რომ ზუსტად მშობლის ყურადღების მიღების მიზნით არის კონფლიქტები წამოწყებული. იმისთვის, რომ დედას ეძახიან დახმარებისთვის, რომ მეორე დააშოშმინოს. სინამდვილეში ეს კონფლიქტებიც ისევე როგორც ვახსენეთ ეჭვიანობის ნაწილზე ძალიან ბუნებრივია, რომ არსებობდეს და ამაში გამკლავება რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც ეხმარებას ადამიანებს სამომავლოდ, რომ კონფლიქტები გადაჭრან. თუმცა ამ დროს თუ ყოველთვის ჩაერევა დედა, შეიძლება გაჩნდეს განცდა, რომ მე მარტო არ შემიძლია კონფლიქტის გადაჭრა და ამისთვის ყოველთვის ჭირდება ვიღაც ზრდასრული, რომელიც ამას ჩემს ნაცვლად გააკეთებს. ან ირჩევენ კონფლიქტების გადაჭრის ესეთ არაადაპტურ გზას, ხო, პირობითად არაფერს არ ვიტყვი. გავჩუმდები, ყოველთვის დავთმობ, ან ყოველთვის აგრესორი ვიქნები, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა ამ დროს და ასევე ის ფაქტორიც უნდა აღნიშნოთ, თავად როგორ წყვეტენ მშობლები კონფლიქტებს, ანუ რას უყურებს ბავშვი და რას ესწრება. თუ გამოხატავენ ისინი ემოციებს, აზიარებენ, რომ ხა გავბრასდი, ანუ მათ შორის დიალოგს თუ უყურებენ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში, ძალიან გვეხმარება, ხო, როცა შეიძლება ვუთხრათ, რომ მე და მამა ესე ვაგვარებთ კონფლიქტებს და აუცილებელია, რომ არ იყოს განსვლა ამას შორის, ხო, რომ თუ დედა და მამა ყვირიან, მაშინ ჩვენც ვიყვირებთ და ამის სწავლება ძალიან ესეთი განსვლა ხოლმე, ხო, რომ პირობითად თუ არ ვიცი მშობლები ეუბნებიან, რომ ტელეფონთან დიდხანს დროის გატარება არ შეიძლება და თავად დიდ დროს ატარებენ ბავშვისთვის არ ემთხვევა ნათქვამი და რეალური სურათი, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოდელირება, როგორ ხდება, რას ხედავენ ბავშვები და ამას აუცილებლად ითვალისწინებენ. ანუ ეს იყო ძირითადად ადრეულ ეტაპზე, სანამ 6 დანაწლამდე მივიდოდით, ძირითადად ეს დამახასიათებლები არის ხოლმე. ანუ სანამ გადავალთ შემდეგ ნაწილზე, ანუ შუა ბავშვობის პერიოდზე და მოზარდობაზე, ამ მასაკთან დაკავშირებით ხო არ გაქვთ რამე კითხვა, ან რამე კომენტარის გაკეთება ხომ არ გინდათ, სანამ გადავალთ შემდეგ. შუბლის ყურადღების განაწილება ახსენეთ და მე დაკურებული ვარ, რომ თითქოს პირველ შვილს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ხოლმე, აი რასაც ვხედავ აი სანათესაურშიც, სამეგობროშიც, თითქოს აი პირველ შვილზე გადადის მთელი ეს ყურადღება და ზრუნა, ოღონდ მშობლებსაც არ უნდათ ხოლმე, რომ დანარჩენებს აგრძნობინონ, უბრალოდ ეს თავისთავად ხდება და რამდენად ხდება რომ პირველ შვილზე გადავიდეს და არა დანარჩენებზე თქვათ ეს ყურადღება. Musste gerade diese Patarasi. Aha. ეს როგორ ხდება, რომ მშობელი ირჩევს ფავორიტ შვილს გაუცნობიერებლად? აჰა. დიახ, ანუ დაბადების რიგითობაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებ, თუმცა ზუსტად ეს პირველ შვილებს ახასიათებთ, რომ ისინი მშობლის მოლოდინებს ამართლებენ თითქოს პრიორიტიზირებულები არიან რაღაცნაირად, იმიტომ რომ პირველი შვილები არიან, მშობლებისთვისაც რაღაც მოლოდინების განხორციელება ხდება მათ მიმართ და ყურადღებაც უფრო მეტია, ხო? და რაც შეეხება ფავორიტიზმს, ხო, ამ შემთხვევაში ეს ძალიან გაუცნობიერებელი პროცესია. იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, იდენტიფიკაცია უფრო მეტად ხდება რომელიღაც შვილთან. ალბათ მსგავსი ფრაზები შეიძლება მოგისმენიათ, ძალიან მგავს ჩემსავით არის, მეც ასე ვიყავი ბავშვობაში და თითქოს უფრო მარტივია მასთან კომუნიკაცია. ან ძალიან მარტივი ბავშვია პირობითად და ამით უფრო ხდება ფავორიტი შვილის არჩევა, ანუ ის, რომელიც უფრო მეტად მოსწონს
მშობელს, ხო, ამ შემთხვევაში არა სიყვარულზე ვსაუბრობთ, არამედ უფრო მოწონებას, ხო, რომ ესეთი კარგი ბავშვია, ძალიან ჭკვიანია, ძალიან სამართლიანია, ყოჩაღია, ხო, რითიც ამაყობს მშობელი და რაც მისთვის ესეთი გამოყოფილი და პრიორიტეტულია. ანუ ეს ცალსახად ხდება, უბრალოდ მთავარი და გასაღები ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეს გაცნობიერებულია მშობლის მიერ. რომ მე როცა ეს გაცნობიერებული მაქვს შესაბამისად უფრო მეტად შემიძლია ეს რომ მართო ქცევაში, რომ რომელიღაცის მიმართ არ გამომრჩეს ყურადღება და ასევე შეიძლება ვერ მოხდეს აღქმა რომელიმე სხვა შვილის, ხო, იმდენად არის ყურადღების ფოკუსი ამაზე, ვერ გავიცნო ჩემი მესამე ან მეოთხე შვილის შესაბამისად, ხო, იმიტომ რომ აქ რიგითობაც ემთხვევა, რა მოქმედებს, რა თქმა უნდა, მაგრამ დანიშნულოვანია ამის გაცნობიერება, რაც ცალსახად იწვევს ეხმარება მერე მშობელს, რომ მართოს თავისი გამოვლენილი ქცევა. აი, როდესაც თქვათ ერთ ბავშვს უფრო მეტად აქვს რაღაცა პრობლემები და უფრო მეტად ჭირდება მშობლის გვერდში დგომა და აი ამ მხრივ ხდება გამორჩევა ბავშვის. შეიძლება მეორე შეიძლება კი ალბათ ვერ აღიქვამს, რომ აი დედა იმას ახლა უფრო სჭირდება. აი ამ დროსაც ზიანდება ალბათ ხო მეორე ბავშვის ფსიქიკა ხო? დიახ, ანუ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები კიდევ უფრო ვიცით როგორ რას გულისხმობ, აი თქვათ სკოლაში რაღაცა უფრო მეტი პრობლემები აქვს, რაღაცა უფრო ისეთი აი ყველა ამბებში რო ერთვება ბავშვი და იმისკენ უფრო მეტი ყურადღება მაქვს, იმიტომ რომ პატარას თქვათ არ ჭირდები, ანუ თვითონაც აგვარებს ბევრ რაღაცებს, ან ობიექტურად ის უფრო თქოს უფრო დამოუკიდებელია და უფრო ნაკლებად ჭირდება ჩემი ჩარევა და უფროსთან უფრო ვერევი და აი გრძნობ რომ ეჭვიანობს მე პატარა ამაზე. ანუ რეალურად ჭირდებით. თქვენი ყურადღება ჭირდება უფრო მეტად. შეიძლება უფრო მეტად დამოუკიდებელია და ესე კონკრეტული ქცევების განხორციელებაში არ საჭიროებს თქვენს ჩართულობას, ან თავისით შეუძლია, არც მომზადოს გაკვეთილები, შეარჩიოს ტანსაცმელი, მოაწესრიგოს თავისი ოთახი, მაგრამ ყურადღება შეიძლება ჭირდება თქვენგან, რადგან აღნიშნეთ, რომ ეჭვიანობს ხო? დროს უთმობ აშკარად ხომ თვითონაც. შეიძლება იმიტომ არის ესე დამოუკიდებელი. ხო, ეგეც შეიძლება პირველს. ეგეც არის და მე მეორე ბავშვი ვარ და ჩემი გასწრება. უბრალოდ სხვა გზა არის, იმიტომ რომ დედას რაღაცა ხო მაგრამ საჭიროება ყოველთვის ქონდა ჩემს უფროს ძმას, მაგრამ ნუ მე ამიტომ რაღაცნაირად უფრო დამოუკიდებელი ყოველთვის ვიყავ ეს. იმას ანიშნავს, რომ ხარდაჭერის იმედი არ მქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ავტომატურად ასე გამოვიდა, ეცეთ. მე მგონია რომ თქვენს მეორე შვილსაც ჭირდება უბრალოდ ამას რაღაცნაირად ახერხებს. პირადი გამოცდილება მეტი არაფერი. ის პრობლემა გეთანხმებით. ანუ რადგან თქვენ შეამჩნიეთ, რომ ავლენს ეჭვიანობას შეიძლება ამაზე ესაუბროთ უფრო მეტი დრო დაუთმოთ მას ის გააკეთოთ, რაც უშუალოდ თქვენთვის არის დამახასიათებელი ერთად. და იცოდეს, რომ ის მხოლოდ გაზიარებული დრო არ არის, ანუ მას აქვს თავისი დრო თქვენთან ურთიერთობისას, იმიტომ რომ ნებისმიერ ასაკში ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ მშობლებთან ურთიერთობა ყოველთვის ძალიან საჭირო და სასიამოვნო. ამიტომ ფრაზა არის ხო, რომ ყველა დედას უყვარს თავის შვილი და როგორ შეიძლება დედას შვილი არ უყვარდეს, ხო? და გაუცნობიერებლად ირჩევსო თავური შვილსო და ძალიან შეიძლება რომ გაუცნობიერებლად ირჩევს ახლა სწორი სიტუაცია იქნება არასაყვარელ შვილს და მე რო დავინტერესდი როგორ შეიძლება რომ თქვა დედას შვილი არ უყვარდეს, ამას წინათ ვიყავი ძალიან კარგ ტრენინგზე ბავშვების 5 ტრავმას ისათავრით და იქ ითქვა რომ თუ დედა შვილს თქვათ მამა არ უყვარს ან გაშორებული ქმარი უფრო სწორად ხო არ უყვარს გაშორებულია ან არ არის გაშორებული და არ უყვარს ან იქნებ დედა მთილი არ უყვარს მამა მთილი არ უყვარს და იმას გავს ეგ ბავშვი ძალიან ხშირად არ უყვართ ხოლმე მე ეგ ბავშვი გაუცნობიერებია მაგრამ ფაქტია რომ არ უყვართ იმიტომ რომ არის ეგეთი შემთხვევები და აი მე ეს ბავშვი ხო ვერაცნობიერებს დედა ხო ვერაცნობიერებს შვილი ხო საერთოდ ვერაცნობიერებს და პრობლემები რა პრობლემები ვლინდება მე ასე დროს რომელი ბავშვიც ფიქრობს რომ დედას ნაკლებად უყვარს ან არ უყვარს ან არ ვიცი რეალურად ფსიქოანალიტიკური ჩარჩოს მიხედვით
ბავშვი დედის გულში იბადება, ასეთი თეორია არსებობს, ხო ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვის ელოდება დედა, ანუ ვის აჩენს, ხო ეს არის იმის გამო აჩენს, რომ მარტო არ იგრძნოს თავი, იმის გამო რომ ქორწინება შეინარჩუნოს, ხო, ანუ ბევრი მიზეზი არსებობს ამისთვის. შესაბამისად კონკრეტული მოლოდინები არსებობს უკვე ბავშვის მიმართ, რაც მან უნდა განახორციელოს და თუ ამას არ განახორციელებს, არ არის მიღებული, ხო? რეალურად ბავშვის ბრალეულობა ამაში საერთოდ არ არის ის, რომ დედამთილს გავს, რომელიც დედისთვის არ არის მისაღები. ამ შემთხვევაში უარყოფილად გრძნობს, რა თქმა უნდა, ბავშვი თავს და ეს შემდგომ სოციალურ ურთიერთობებში და ზოგადად საკუთარი თავის აღქმაში ყველა ასპექტში აისახება, რა თქმა უნდა. თვითონ ბავშვი იგზავს გავს და ის არ უყვარს და არა, ბავშვს ვერაცნობიერებს. დედამთილი თუ არ უყვარს და თან იმას გავს. ნაკლებად უყვარს. და აი ერთი მომენტი გამახსენდა კიდე თქვენს ნათქვამთან დაკავშირებით. მეორე გავაჩინეთ, იმიტომ რომ პირველს ძალიან უნდოდა დედამთილ რთული ურსულობა მქონდა, რომ მეორეს არ გეგმავდა. ეს პატარასთან ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ აი იმას უნდოდი და ალბათ ესეც ცუდი ნათქვამია, ალბათ არ უნდა სცოდნოდა, ხო ესეთი ის. დიახ, იმას უნდოდა დაიკოყოლოდა და იმიტომ გაჩდი შენც. კი, ან ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ანუ რატო გადაწყვიტეს ან მშობლებმა ვის ელოდებიან ძალიან გაცნობიერებული არჩევანია. შესაბამისად შეიძლება ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით გეთქვათ დამატებით ინფორმაციად, რომ აი შენს ძმასაც ძალიან უნდოდა, რომ შენ დაბადებულიყავი, ხო? თუმცა ის რომ თავარია რომ თქვენ გინდოდეთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. შეიძლება ხარ რაღაცა შევცვალოთ ეს. ანუ ის მეორე შვილია, რომელზეც საუბრობდით, რომ უფრო დამოუკიდებელია. ხო, მნიშვნელოვანია, რომ ესაუბროთ მასთან უფრო მეტი ახლო კონტაქტი გქონდეთ, ან თუ გაგიჭირდებათ ამ დროს კონსულტაციაც თერაპევტის ძალიან დამხმარე იქნება, ხო, რომ უფრო ინდივიდუალურად. არ გვიჭირს, მაგრამ ის ვცნობ, რომ აი რაღაცა ეჭვიანობს, გონია, რომ თვითონ არ არის ესეთი მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ამიტომ ახლა პატარაა და მასაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ და თქვენს ორი გახსოვდეს. ალბათ ესეც ახსოვს თქვა ეხლა. რა თქმა უნდა. შენში პატრონი რომ დაუგეგმავად მოხდა შენი დაბადება, თქო ისე ვთქვათ, ძალიან მე დავაყოლე რომ სულ მახსენებს, აი შენო რაღაცა ჩარჩენილია. აჰა. თქვენც რა დაფიქრდეთ, თქვენს თავზე რომ დაფიქრდეთ, თუ გაგიჩნდებოდათ მსგავსი კითხვა და ამ კითხვის დასმის შემთხვევაში როგორი პასუხის მოსმენა გენდომებოდათ? როგორ გაჩნდათ? ძალიან მინდოდი, ძალიან მიყვარხარ. რა თქმა უნდა. აჰა, იმისთვის რომ სასურველი ხართ. შვილები რომ ხოცავენ ერთმანეთს შობლის ყურადღება. და ეს ხოლმე დიდი ყურადღების მიღება მამაზე. მამის ჩართულობა, ხო ძირითადად ძების ყურადღებაზე ხოცავენ. მამაც კი არის ჩართული. ძალიან და დედა მითხრა რა გჭირს გოგო ნაშვილები ხო არა ხარო? აუ ეს დამრჩა მეხსიერებაში რომ როგორ მითხრა დედა ვიქნებოდი სადღაც ესე მე-5 კლასში ან მე-6-ში და ეს დედამ როგორ მითხრა რომ ნაშვილები ხომ არა ხარ და თან ჩემზე პატარები მყავარ დები. აი სულ ვეძებდი თითქოს რაღაცას და აი დედას რო უყურებდი და სულ ეჭვი მქონდა რომ აი რატო მეფერებოდა ნაშვილები რატო მეფერება დავშატა რაღაცა და მე რო გავიზარდე უფრო და მომიმართა წლებიც და ჩემ დედმამიშვილებსაც რო უყურებდი სულ ვეუბნებოდი დედას როგორ გამეხუმრე დედას ასე როგორ შეიძლება მეთქი და ნუ ხდება რაღაცა გაუთვით ცნობიერებად შეიძლება რაღაცა მოხდეს მეც და მართმია შეიძლება შევშვილებთან რაღაცა მაგრამ რა ვიცი აი რატო ხდება ხო რატო უნდა მოხდეს დასვავ კითხვას მაგრამ ხანდახან პასუხიც არა მაქვს მე პირადად ეხლა ჩემ შვილებთან რაღაცა ორი მყავს და რაღაცა მეშლება ხოლმე რაღაცეები თუნდაც წასვლაზე ანუ საქმე ორივეს ერთნაირად უნდათ ყველაფერი ერთს კარგად გამოსდის მეორეს კარგად არ გამოსდის და რაღაცა ვერ ვაბალანსებ ურთიერთობაში შვილებთან ამ რაღაცებს ანუ აქ
ძალიან შეგვიძლია ვივარაუდოთ რეალურად, რომ ეს მიმღებლობა არის ძალიან ბაზისური ბავშვის განვითარებაში. ზოგადად ხო არის რაც სამი ძირითადი ნაწილია, რაც აუცილებლად ჭირდება მას განვითარებისთვის. ეს არის მიმღებლობა, სიყვარული, რაც აუცილებელია რომ მან იგრძნოს, არის უსაფრთხოება, როგორც ფიზიკური და ემოციური და აღფრთოვანება. ეს სამი აუცილებელია რომ მიიღოს მან მშობლისგან, ხო და როცა მსგავსი ფრაზა ჩნდება, ან მშობელი უმეტესად ხო ელოდება რომ რაღაცით მას დაემსგავსება, ან ის ნაშვილები ხო არ ხარ, ანუ თითქოს ჩემი შვილი არ ხარ, ხო რაღაც ისეთ განსხვავებულს აკეთებ, რაც არ არის, არ ჯდება ოჯახის ასე ვთქვათ დინამიკაში და ძველ ურთიერთობებში. ამიტომ ეს მიღებულად არ გაგრძნობინათ ხო თავი, თუმცა იმას აქში ბავშვებს არ შეუძლიათ რომ ამაზე გვიპასუხონ, რომ მე ხა ცუდად გრძნობ თავს ამის გამო მიუღებლად რომ ამას ამბობ, ანუ არ შეუძლიათ ამის ვერბალიზება სათანადოდ, ხო? და ასევე მინდა რომ აღნიშნო რომ ჩვენი გამოცდილება დედმამიშვილებთან ურთიერთობის ძალიან ხშირად აქტუალიზდება ჩვენს შვილებთან ურთიერთობისას, ხო, თუნდაც მათი ურთიერთობის დაბალანსების კუთხით. ვითვალისწინებ ხშირად რამ წინდა მე ჩვენი დედმამიშვილები და რამ წინდა, რა მიხაროდა და რაღაცნაირად რაღაცა მაგალითებიც მომყავს ჩემი შვილებთან, ჩემი წარსულიდან რაღაცა, მაგრამ ეგ რამდენად სწორია ჩვენი დედმამიშვილების მაგალითები რომ როგორ ხო, მე არის რა არ მოწონთ. კი, ანუ ხო დიდები ვარ და იმიტომ აღამხოცოთ მე მეუბნები მაშინ სხვა დრო იყო. იმ წუთში გამწევი ეს მაგალითი ჯობია რომ არა, იმიტომ რომ არის ძალიან ხშირად როცა იგივე შედარების მაგალითია, ხო? ანუ ერთმანეთს შევადარებთ თუ მეზობელს ან ნათესავს ან ჩვენს დედმამიშვილობის გამოცდილებას, ხო? ანუ ჩვენ როცა ვკამათობდით და გვეუბნებოდა ძალიან ხშირად, რომ რა გაჩხუბებთ, ჩვენ არასდროს არ ვჩხუბობდით. ხო, ანუ სადღაც მოდელია, რომელიც ბავშვისთვის არის აღქმული, რომ მე რაღაცა არასწორს ვაკეთებ. არ ვარ სათანადოდ კარგი დედმამიშვილი. ანუ ეს იმდენად დიდად შეიძლება გაიშალოს საკუთარ აღქმაზე, როგორ მოქმედებს ეს ნათქვამი, რომ ძალიან ინდივიდუალურია და ფანტაზია ალბათ შეიძლება არ გვეყვას ამასთან დაკავშირებით, ხო, რომ არ ვარ კარგი კომუნიკატორი, არ შემიძლია ურთიერთობების დარეგულირება, ხო, ძალიან ბევრი რაღაც, რომ ისეთი კარგი არ ვარ, როგორიც ჩემგან ელოდებიან პირობითად ეს აზრით შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ ნებისმიერი ტიპის შედარება არც ერთ შემთხვევაში არ არის დამხმარე. თუნდაც კარგი კუთხით, ხო, შეხედა შენს ძმას რა კარგად სწავლობს. არც ერთ შემთხვევაში თუნდაც იმ მოტივით რომ იქნებ დავეხმაროთ ბავშვს სურვილი გაუჩნდეს რომ უკეთ ისწავლოს არ მუშაობს, იმიტომ რომ ყოველთვის იდენტიფიკაცია ხდება იმ დედმამიშვილთან და შეიძლება ჩაერთოს შეჯიბრი, რომელიც ასევე არ არის ჯანსაღი, ხო, ან მე ბევრი მინდა მასავით გავაკეთო იმისთვის რომ მიღებული და აღიარებული ვიყო, რადგან ის აღიარებულია, ხო, ამიტომ ყოველთვის აქაც ინდივიდუალური მიდგომა არის ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომ დიახ. მე მყავს 3 წლის შვილი მყავდა წლისა და 7 თვის. 3 წლის ბიჭი ხშირად არა, მაგრამ რაღაც თამაშის დროს შეუძლია ძალიან ცუდად დაარტყას წლისა და მე რა არის გამოსავალი თქვა და რატო შეიძლება უთხავდეს და როგორ უნდა მოიქცე რომ არ დაარტყას. ანუ რეალურად 3 წლის ასაკიდან არის ისეთი პერიოდი, როცა ბავშვი დამოუკიდებელ უნარებს იძენს, ხო, ანუ უფრო ამ დროს ყალიბდება გარკვეული ჩვევები, რაც მე თვითონ განცდა ძალიან ბევრი აქვს სავარაუდოდ, ხო, შესაბამისად. წლისა და 7 თვისაც აქვს თვითონ. აჰა. კი, და აქ რაღაცის ან სათამაშოში არ არის საქმე, არც ზოგადად ჩარტყმის სურვილში, ხო, აქ არის მოტივატორი ეჭვიანობა. ამ შემთხვევაშიც ძალიან ხშირად, ხო. ანუ გულისხმობ იმას, რომ რაღაც ბუნებრივი ნაწილია გამოვლინების, ან თქვენი ჩართულობა ამ დროს, რომ თუნდაც შეიმუშაოთ წესი და თქვათ, რომ ჩვენ არ ვურტყავთ ერთმანეთს და მისცეთ საშუალება, რომ ეს უფრო შემოქმედებითად გამოხატოს, ხო, პირობითად უთხრათ, რომ როგორ მაჩვენე შენი ბრაზი, ან დამიხატე, ან თოჯინას მოუჭირე ხელი მაჩვენე როგორ ბრაზობ, ხო, ანუ სადაც გამოხატვის შესაძლებლობა ექნება, ანუ მაგრამ დატეული იქნება მისი ემოციები, უთხრათ, რომ მესმის, რომ შენ ძალიან ბრაზობ, მაგრამ ერთმანეთს არ ვურტყავთ.
ხო, ანუ სადაც ემოციის დატევა და მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ქცევა წახალისებული უნდა იყოს, ხო, იმიტომ რომ რაღაც საზღვრები აქ აუცილებელია რომ არსებობდეს, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვურტყავთ. ეს ნებისმიერ ასაკში შეიძლება როგორც წესი შემოიტანოთ, ხო, რომ ვამბობთ სიტყვებით, თან ამ ასაკში თუ კარგად მეტყველებს, შეიძლება რომ ეს სიტყვებით გამოხატოს, ხო? და შეგიძლიათ ზოგადად ემოციებზე საუბროთ გამოხატვაზე ამ ასაკის შესაბამისი ენით, რა თქმა უნდა. ანუ იცით რა თამაშობენ ერთად სიტყვაზე რაღაცა ხანდახან ჭიდაობენ რაღაცა კარგად თამაშობენ მაგრამ დიდი უფროსი ზის რაღაც ლეგოები უყურს აწყობს რაღაცებს ეს მივიდა პატარა ააცალა და აი ინსტინქტურად ეგრევე უტყავს აჰა ეგრევე შეიძლება ძალიან წარედ დაარქვეს რა ისე რომ ვერც მოასწავლე აჰა და როცა ემოციას გაახმოვანებთ შეგიძლიათ კითხოთ რა უნდა და ანუ არ უნდა და რომ მისი კუბიკი აიღო ანუ მის განზრახვას არა შეგიძლიათ ანუ კუბიკებზე კითხოთ რომ არ მოგეწონა კუბიკი რო აიღო პირობითად ხო ანუ მოახდინეთ მისი განცდის სახელდება გარკვეულწილად იმისთვის რომ მან მისთვისაც მოტივი ცხადი გახდეს რატო დაარტყა ხო იმიტომ რომ სიტუაციობრივად ამ შემთხვევაში შეიძლება იმიტომ გაბრაზდა რომ სათამაშოს გაზიარება არ უნდა მასთან ამიტომ დააკვირდით ხოლმე სიტუაციას რა შემთხვევაში ურტყავს ანუ კონტექსტი იკულიეთ და შემდეგ სათამაშოს მიდის ლაპარაკი რო თქო აი არ დავარყა არ დაარტყა ცუდია დაარტყმა რატო ურტყავ ხო ეთკინა შერო დაგარტყას კარგია, ხო არ არის კარგი რაღაც თქო ეგეთი ესენი, მაგრამ მაინც არის. კი, ამ ასაკში არ არის დიახ, ანუ ასაკობრივი ნაწილის გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ მეტყველება ეხა ვითარდება იმისთვის, რომ ვერბალიზება მოახდინოს ხო საკუთარი ემოციის და განსაზღვრის. აჰა, ანუ ეს რესურსი შეგიძლიათ გამოიყენოთ. აჰა, ამიტომ ზოგადი წესის შექმნა ჩვენ ერთმანეთს არ ვურტყავთ და თან უთხარით რომ ხედავ რომ გაბრაზებული ხარ იმასთან ერთად რომ შეიძლება მას ეთკინოს ანუ მისი პოზიციის დანახების პარალელურად აუცილებლად გაახმოვანეთ მისი ემოცია რა ხვდებით რომ გაბრაზებულია ამ დროს ხო თუმცა სხვა ფორმით ასწავლეთ ბრაზის გამოხატვა ნელ-ნელა როცა საკობრივ ასაკის მატებასთან ერთად ამას უფრო კარგად მოახერხებს ბავშვი კონფლიქტთან დაკავშირებით ეს ინტერესებს რაღაცნაირად აი როგორც აღნიშნა არ ზედმეტად მშობლის ჩართულობა არის და საჭირო რომ ბავშვს ახმა არ კონდეს რომ ყოველთვის სხვა უნდა მოუყუროს პრობლემა მაგრამ როდესაც ასაკობრივი სხვაობა შედარებით დიდია ძალაში სხვაობა მოხდება ერთი მეორეს ერევა და შეიძლება ის ნაწილი დაინახოს რომ ცროსმა ან პროცესტმა რომ ყოველთვის იჩაგრება და ეს პატერნი გამოიმუშავოს მე კონფლიქტების მოგონების უბრალოდ თავის არიდების და უბრალოდ თავის სურვილების არ გამოხატვის აი აქ ოქროს შუალედისაც შეიძლება დავიცვათ ასე ვთქვათ რომ არც ზედმეტად ჩაველიოთ და არც იმდენად ნაკლებად რომ ერთ-ერთი მათგანი დაისტრესოს ანუ ფიზიკური უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაიცვას მშობელმა ხო თუ არის მაგალითად საუბრობთ 10 წლის ბავშვზე და 3 წლის ბავშვზე რა თქმა უნდა ფიზიკური მონაცემები ძალიან განსხვავებულია და ამ შემთხვევაში თუ ეს ხდება გადაჭარბებულად ანუ ეს არ არის შეხებით თამაშს ხო აი ჭიდაობაზე რაც ზოგჯერ აქვს ხოლმე ამას თამაშის ფორმა და გადაიზრდება უფრო საფრთხეში სადაც შეიძლება რომ ბავშვი დაზიანდეს ხო ამ დროს წესების შემოტანაც დამხმარეა ყოველთვის მაგრამ ისევ და ისევ კონტექსტის გააზრება რა ხდება, ანუ რაზე ეჭვიანობს ბავშვი უფროსი თუ ეს ეჭვიანობას უკავშირდება, ხო? ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია ხოლმე ესეთი შემთხვევები, ანუ როდის ხდება ეს ამბავი და არ არის უბრალოდ ეს რაც მიღმა არის კონფლიქტი და არა მხოლოდ ფიზიკური გამოხატულებით განსაზღვრული. რაღაცა სხვასთან დაკავშირებით არის დაპირისპირება სავარაუდოდ დიდი ალბათობით. ანუ ძალიან ინდივიდუალური შემთხვევებია ხოლმე და ამიტომ ალბათ უფრო ზოგადი პასუხი ისევ მშობლის ფასილიტაცია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მისი პასუხისმგებლობა ბავშვები თავისით ვერ დაარეგულირებენ ამ ურთიერთობას, ანუ ერთადერთი შესაძლებელია რომ მან შექმნას ფიზიკური უფრო მეტად დაცული საფრთხე, სივრცე და აიცილოს თავიდან ის საფრთხე, რაც შეიძლება რომ ფიზიკურ დაზიანებას მოყვეს, ხო?
თუმცა მსგავსი შემთხვევებით შესაძლოა მოხდეს, იმიტომ რომ ყოფილა ესეთი გამოცდილებაც, როცა ძალიან დააზიანა, რაღაც ცხელი დაადო და დაწვა პირობითად, ხო, ან რაღაცა მოტეხა აქცია ისე რომ რაღაც დაზიანდა, ალბათ გახსენდებათ მსგავსი ისტორიებიც, ამიტომ ესეთი იმპულსური და დაპირისპირების ქცევის მიღმა არის ხოლმე რაღაც სხვა კონფლიქტი. თუმცა კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი გზა და სწავლება არის თანამშრომლობა, ანუ რომ ბავშვებს ხელი შეუწყოთ რაღაცა საერთო მიზნისკენ გაერთიანდნენ და არა ერთმანეთის მიმართ, ხო? აი მაგალითად იმის ნაცვლად რომ ვუთხრათ, რომ ნახოთ ვინ უფრო სწრაფად დაალაგებს ოთახს და არ გამოვიწვიოთ შეჯიბრი და დაპირისპირება, ვთხრათ, რომ ერთად რამდენ ხანში დაალაგებთ, ხო? და ანუ დაპირისპირება იყოს დროს და საათის მიმართ და არა ერთმანეთის მიმართ, ხო? ვინ უფრო სწრაფად გააკეთებს და ამაზე მინდოდა რომ ეს მითი გამეხსენებინა თქვენთვის არ იგავი უფრო სწორედ, როცა ეს ზღაპრებშიც არის ეს დაპირისპირების და კონფლიქტის მოგვარების ფორმა, როდესაც მამა იბარებს შვილებს და ჯოხების შეკვრის გადატეხას თხოვს, ხო? და კი ისრების და ამით ასწავლის როგორ შეიძლება თანამშრომლობას კონდეს ეფექტი. და ძალიან ბაზისურია, ხო, ეს არსებობს ეს გამოცდილება, გაერთიანება ბავშვების საერთო კონფლიქტების გადაჭრის კენ. და არა ერთმანეთის დაპირისპირებისკენ, რა თქმა უნდა. თქვენ შემთხვევაში შეიძლება ბავშვებს მოდი ერთად ითამაშეთ და არა ისე რომ აცალოს ეს კუბიკი, რამაც გაბრაზად უფროს. ერთად არ უყვართ თამაში. განსაკუთრებია მერტიკო. ზოგადად თამაშობენ, ანუ პატარა მარიცის ლეგოების აწყობა უფრო იცით დაშლა. ჯერ ლეგოს სიტყვა და ლეგოს ძალიან კარგად იყენებთ და კარგია, უფრო დაშლა იცით რა. იცით, ანუ ამ დროს აი ერთად თამაშის დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშობელი არ იყოს მსაჯის როლში, ხო? იმიტომ რომ პირობითად ერთად რაღაც გავაკეთოთ, არ ვიცი, ნამცხვარი გამოვაცხოთ, ხო? ერთად ამ დროს არ არის მსაჯი რომ განსაზღვრავდეს, რომ აი პირობითად შენ კარგად მოზილე ცომი ან შენ კარგად გააბრტყელე, ხო? უფრო მეტად იყოს მხარდამჭერი, შეიძლება აღწეროს, ვინ რა ქცევას განახორციელებს, მაგრამ არა შეადაროს, ანუ უფრო მეტად არის მხარდამჭერი და ფასილიტატორი. აჰა, ანუ მან უკვე იცის როგორ გამოიწვიოს უფროსი და ანუ ორმხრივი კონკურენცია არსებობს. ბატონო იცის თან რომ იქ მშობელიც დაიცავს, ნუ ერთობიან ესე, მაგრამ ცუდია ხო? კი და ასევე ამ ასაკში ბავშვები აკვირდებიან მათი ქცევა, რაც გამოიწვევს სხვაში. ხო, ამიტომ მე თუ ასე უპირობოდ ვიღებ ყურადღებას, ანუ როცა ან დავუჩხაპნი ან ლეგოს წავართმევის აუცილებლად რაღაცას გამოვიწვევ ძალიან ინტენსიურს და შეიძლება ეს სასიამოვნო იყოს მათთვის. მქონდა ის რომ პატარა მიცოდა გაგორება. ანუ ბიჭი მაღარე არის ბიჭი და ეგ საკითხი არ ქონია და პატარამ რატომღაც სიტყვაზე რაღაცა რო არ მოწონს, აი გაწვება. მე ჩემო მეუღლემ და რაღაცა ვიფიქრეთ და მოდი არ მივაქციოთ რა ყურადღება გაწვება სახშია იგორავს და სიკვდილს და მე თითქოს დაძლია ეგ და აღარ აკეთებს. სასაკობრივიც არის ეს გამოხატვის ფორმა, მე თავისით ლაგდება ხოლმე ზოგ შემთხვევაში, ან განვითარების კრიზისსაც უწოდებენ ამ პერიოდს ბავშვის განვითარებაში, როცა ყურადღების გადანაწილებაც ვცდილობთ, რომ ეხლა რა თქმა უნდა ერთნაირად, მაგრამ ძალაუნებურად რაღაცები არ ხდება ისე რომ ზუსტად ისე დაუყოვნოთ რომ პატარა რაღაც უფრო საყვარელი გახდა უფრო რაღაცნაირად აქვს და არ გინდა ეგ მოქმედებს რაღაცებს და მაგიდან ანუ ყურადღება არაკლია არც ერთ. თუნდაც ეგ სიყვარულის გამოხატვა ყოველთვის აი ბაღიდან რომ გამოყავს, მე გამოყავს და ნუ დღეს მე ვფიქრობდი შენზე რას აკეთებდი და ძალიან მხარია ეგ. პატარასთანაც ანუ მიყვარ ხარმავა და თვითონაც მეუბნეო მარტო რაღაც. ეგ ჭუბის და იმისის აქვთ დათქმების. კი, ამ ასაკში კონფლიქტები უფრო ფიზიკური ხასიათით ვლინდება ხოლმე ხო და ბიჭი ბაღშიც აულებს მაგას. ბაღშიც უთხოვს ბავშვებს. ადრე არ იყო ეგრე და ეხლა ეს ბოლო პერიოდია.
დაიწყო და ეს ზღაპრებშიც ძალიან ბევრგან არის აი კომბლეში მივიდა და ახლა რაღაცები რომ ზღაპრებსაც უკითხავთ ნაცარქეკიაში ხაში და კი, ანუ ეს შინაარსები ძალიან მნიშვნელოვნად მოქმედებს, ანუ შეიძლება ეს რაღაც კლასიკური ამბებია, შეიძლება თქვენ მოიფიქროთ ამბები მის შესახებ და მათ შესახებ და ეს ძალიან მოსწონთ ხოლმე ბავშვებს, როცა არის ზღაპარი ლაზარეზე პირობითად, ხო და აქ აღწეროთ, როგორ ყოჩაღად გაუმკლავდა რაღაც სიტუაციას მაგალითად, ხო? ეგ ამბებიც ქონდა, თქვა მონადირე ლაზარე და რაღაცა იქ ცხოვრები ხალხო წაყვანილი და მგლებისგან დაიცვა, მაგრამ საერთო ჯამში ეგაც ის გამოვიდა. კონფლიქტური გამოვიდა. იცით, აი უშუალოდ მასზე მოყევით, ან ძალიან რეალისტური ზღაპრები და ცოტა ჯადოსნობაც ჩართეთ. და ცხოვრები საკდა სიტყვაზე რაღაც მგლების ის მივიდა და მეცხვარე გადაწყვიტა რომ ლაზარეს თხოვეს დახმარება და რაღაცა ეგეთი ამბები, მაგრამ საერთო ჯამში ეხა ვხვდები რომ ალბათ ეგაც ის იყო რაღაცა კონფლიქტური იყო როგორ მართა ლაზარე მბრაზი. აჰა, შვენიერი სათაური. და შეიძლება აღწეროთ, ანუ მაგალითად თამაშობდა ძმასთან ერთხელ და კუბიკი აიღო, ძალიან გაბრაზდა ლაზარე, მაგრამ ძალიან უნდა რომ დაერტყა, მაგრამ მოიწონა. ბალის დაარტყა. პირადი სივრცე ეს არის ამისონად თქვენ დაინახეთ რომ პირადი სივრცე ერყვა ლაზარეს კი არა არის პირველ შვილს ლაზარე არის პირველი აჰა დღესაც ვინმე ჩემი დედამიშვილი ჩემნით ისე რო იღებს რომ მე არ მეუბნება რომ აი ეს უნდა ამიყო ძალიან ბრაზდები დღესაც ესე ვარ არ მიყვარს ჩემნითაც რო ხვდები ჩემ კარეში რომ მეუბნება აიღოს წაიღოს ვაჩუქებ მაგრამ ეს რაღაც აიღოს ისე რომ მე არ ვიცი დღემდე არ მიყვარს ამიტომ პირად სივრცესთან დაკავშირებითაც მინდოდა რომ ეთქვა რეალურად მიეცით ბავშვს საშუალება რომ კონდეს ინდივიდუალური ნივთები და სივრცე. ხო, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ ათხოვე რა მოხდა, ან ორივესია, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მას კონდეს თავისი სათამაშო, რაზეც ექნება სრული კუთვნილების განცდა და ლეგიტიმურობა ის რომ ეს ჩემია და მე გადავწყვეტ ვათხოვო თუ არა ვიღაცას, ხო? კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ პატივს ცემენ ჩემს ბატონო არა, იცით არა და ძალიან ნორმალურია რომ უნდა არსებობდეს. აი, როდესაც დიდი სხვაობა 14 წლისა და პატარა 9 წლისა და როდესაც კონფლიქტია, ყოველთვის უბრალოდ ხოლმე უფრო მეტ პასუხისგებლობას, რომ აი შენ დიდი ხარ და რატო ყვები ამას, ხო, შეიძლება რომ შენ მოაგვარო ეს კონფლიქტი ისე რომ არ გადახვიდეთ ესე ჯგუფში, ხო? და მე ამას და სხვათა შორის აი ის მიკვირს რომ ხო 14 წლის, მაგრამ აი იმის ხელა ხდება იმ წუთში და ისე პასუხობს თითქოს ესეც 9 წლის იყოს და როცა ასე ვეუბნები თვითონ ამაზე ძალიან ღიზიანდება, რომ ეს შენს უყოვრთის მასიცავ. და ყოველთვის დიდი იქნება ის თვითონ პრობლემა ერთმანეთში პრობლემა მარჩავერიოთ ესეც არ გამოდის ვერაგვარი ეს მოგორება ის რომ ერთი დათმობილი არ იყოს და ამ დათმობით განაცხენებული ყოველთვის დათმობილი არ უნდა იყოს ალბათ ხოლმე დაუთა კონფლიქტი ისე ხო ყოველთვის ერთი რო თმობდეს ეს ის ერთი და მაგრამ ყოველთვის ერთმა აი ხო ეს ფრაზა სულ მე დავთმო ჩემთან აი ჩვენ სიტუაციაში უფროს სული შინია რომ რაღაცა არ ეყოს აი დავშოთ არის სახლში 4 რვეული და სულ განიცდის რომ 3 კონდეს მას ერთი კონდეს ვეკითხები რატო აი რო არ მეყოს კაცო რა სული არ გეყოფა თუ არ გეყოფა აგერ არის მაღაზიად უცბად ვიყიდით არა ახლა რაღაცა იყო სახლში განსაკუთრებული პროდუქტი უფრო გემრიელობა რაღაცა ესე და ყოფ ეხლა რომ ორივეს შეხვდეს თანაბრად და გვეყოფაო მეკითხება ერთ-ერთი და მეთქი როგორ არ გეყოფათ რანაირად გვეყოფაო ჩვენ ხო ორივე გოგო მეთქი ერთი თხილის გული გაიყო 9 ძმამ და ჩვენ ეხლა ამხელა რაღაცა ორმა როგორ ვერ უნდა გავიყოთ და გამებუტა არ შეჭამა მე ვინერვიულე რომ რატო გამებუტა და
და საერთოდ არ გამომეჩინა და იმ მეორესაც სოლიდარობა ვერ გამოუცხადა იმამ დაჯდა და სულ შეჭამა ის რაღაცა ის იყო მთელი დღე გაბუტული და აი ეს მღლის ძალიან და მე ნერვები მეშლება მეც და ბუზღუნებ და ვარ ერთ ამბავში რომ მსგავსი რაღაცები ჩვენ 4-ს არ გქონია და თქვენ 2 ამას რატო აკეთებთ არ ვიცი როგორ მივუდგი ამ საკითხს. აქაც ანუ უფრო მეტად საჭიროებაა შეიძლება ის გახსოვთ რაღაც რაოდენობის გაზომვაზე მაგალითი რომელიც მოვიყვანე ხო არ მეყოფა ანუ იმას ერთით მეტი აქვს და მე რატომ აქვს ცოტა ხო როცა შედარების ნაწილი ჩნდება ამიტომ შეიძლება უბრალოდ კითხოთ რომ რა ჭირდება მას უფრო მეტად ხო ის რაღაც დაგროვების ამბავია თითქოს რომ მე შეიძლება რაღაც აღარ მქონდეს ანუ ეს უფრო მეტი ჰქონდეს კი შესაბამისად რაღაც სხვა საჭიროება შეიძლება ამის მიღმა და გამოვლენილია ამ ნივთებში, იმიტომ რომ უფრო მარტივია ვთქვათ, რომ მე სამირვეული მინდა რომ მქონდეს და მას ერთი, ვიდრე იმის განზიარება, რომ მე მაგალითად მაკლია ყურადღება ან რაღაც როლი მაქვს ხო, რომელიც აი მიხა ვისაუბრებ ამ როლებთან დაკავშირებით, რას ვანიჭებთ, რომ აი რაც თქვით, რომ უფროსია და შენ უნდა დათმო. და რეალურად ესეც როლია, რომ მე სულ უნდა დავთმო, იმიტომ რომ უფროსი ვარ და ეს მე გადადის სხვა სოციალურ ურთიერთობებში. ხო რა ძალიან კი და ზუსტად ხა ეს შუა პერიოდის ნაწილია როცა ეს როლები ყალიბდება და ამ პერიოდში დედმამიშვილები ან ძალიან მოკავშირეები ხდებიან ან პირიქით ძალიან განსხვავებულები ერთმანეთისგან ეს არის როგორც მშობლებთან ასევე სხვადასხვა სოციალურ როლებში ხო და ფორმირდება ეს როლები, ანუ თქვენც ალბათ ხშირად გსმენიათ გარდა რიგითობისა, ეს ჭკვიანია, ცელქია, უპასუხისმგებლოა, უზრდელია და ასე შემდეგ, ხო? და ძალიან ხშირად ეს როლები არის ხოლმე ნეგატიური ხასიათის და როდესაც ამ როლს ვანიჭებთ ბავშვს, რეალურად მასაც აქვს მოლოდინი, რომ ეს ამ როლის შესაბამისად უნდა მოვიქცე, ანუ ჩემგან თუ ელიან რომ მე ძალიან ცელქი ვიქნები, სულ ესე ვიცელქებ და სულ ცუდად მოვიქცევი, იმიტომ რომ ეს არის რასაც ჩემგან ელიან. ხო? და აი ეს რიგითობასთან დაკავშირებით რაც არის, პირველი არის ის, ვინც პასუხისმგებლობას იღებს ზოგადად და თითქოს მასზე არის აწყობილი მშობლის მოლოდინები, ან როგორი შვილი მინდოდა რომ ყოლოდა, რომელსაც ველოდი დაიბადა, ხო? და ანუ მასზე მშობლისგანაც გადადის ძალიან ბევრი, ხო? ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ შეიძლება აღქმული იყოს როგორც პროექტი, როგორი მინდა რომ იყოს. და მაქსიმალურად ვცდილობ რომ გამოვიწვიო ეს მასში. ანუ რაღაც მინდოდა რომ მუსიკაზე ევლო პირობითად და მივიყვან რომ იაროს, იმიტომ რომ ესე წარმომედგინა რომ იქნებოდა, ხო? ეს ზოგადად, თუმცა როცა ჩნდება შემდეგი შვილი, შუათანაშვილებს ძალიან ხშირად შეიძლება ქონდეთ რაღაც უჩინარობის განცდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფასილიტატორობის უნარი უყალიბდებათ და ადაპტურობის, ანუ ამის მიუხედავად შეიძლება ეს განცდა გაუჩნდეს, რომ ანუ უფროს უნდა დაუთმოს, უმცროსი გაითვალისწინოს, ხო? ანუ ყველას გათვალისწინება უწევს შუათანა ბავშვს ცხადია. მე ვერდები ახლა მესამე შვილს. და მესამე უმცროსი შვილი ხშირად არის ხოლმე უფრო მეტად თავისუფალი და უფრო მეტად შემოქმედებითი, თუმცა განებივრებული, ასევე შეიძლება არ იყოს აღქმული სერიოზულად და შეიძლება ასევე დამოკიდებული იყოს უფრო მეტად ემოციურად სხვებზე და რაც ცუდი ნაწილი არის, რომ ძალიან ხშირად არიან ხოლმე უფროსი დედმამიშვილების ჩრდილში უფრო მეტად, ხო? იმიტომ რომ მასზე რაღაც მოლოდინები არსებობს, რომ იმ წინა ორი შვილისგან თუ რამდენი შვილიც არის, იმათ გამოცდილებას გაითვალისწინებს, გაუმჯობესებს გარკვეულწილად, ხო? ან მინიმუმი რაღაც ისეთი სტანდარტი არის, რომ ისეთივე მაინც უნდა იყოს თუ არა მათზე უკეთესი, ხო? ამიტომ და სხვათა შორის მათთან შედარების კუთხით ამ ფსიქოანალიტიკური ჩარჩოს მიხედვით ძალიან ხშირად საკუთარ იდენტობასაც დედმამიშვილებთან შედარებით განსაზღვრავენ, ხო? და ირჩევენ ზოგჯერ განსხვავებულ გზას, რომ მაგალითად მე ისეთი არ მინდა ვიყო, როგორიც ჩემი და-ძმა არის, ან ისეთი ვიქნები, ზუსტად როგორიც ის არის, ან ძალიან ხშირად შესაძლებელია ესეთი ნარცისული შერწყმა ასე არქმევენ, როდესაც
მე უნდა ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე ის არის. ხო, ამ დროსაც ეს მოტივირებულია უფრო მეტად შურის და ეჭვიანობის განცდით. და სხვათა შორის შურის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვნად არის აღქმული და დიდი ყურადღება ეთმობა დედმამიშვილების ურთიერთობაში, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული ფორმით ვლინდება. ერთი ის არის, რომ აგრესიაში შეიძლება გამოვლინდეს, ასევე შეიძლება გამოვლინდეს გადაჭარბებულ მზრუნველობაში და ამასთანავე დანაშაულის განცდაში, ხო? იმიტომ რომ ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ მე მშურს, ის რატო არის ჩემზე უპირატესი, თან მიყვარს და ამის გამო დანაშაულს გრძნობ, იმიტომ რომ მისი მშურს და ამიტომ ესეც ძალიან შერეულ ამბივალენტურ განცდებს იწვევს ხოლმე. ხშირად ეს შურის განცდა. ამ როლებთან დაკავშირებით რაც კიდევ მინდოდა რომ მეთქვა, პირველი შვილები უფრო მეტად ისეთ პასუხისმგებლიან და ძალიან კონფორმისტებად მიიჩნევიან ხოლმე, იმიტომ რომ უწევთ რომ მიიღონ ის სიტუაცია რაც არის, მოერგონ იმას რაც მათ გარშემო ხდება და ისინი იზრდებიან მშობლის მიზანზე ორიენტირებულად გარკვეულწილად. შუა თანაშვილები ძირითადად ესე შეიძლება გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად ის რომ ყურადღება მოაკლდათ, გაჩნია საკობრივ დაშორებას, მაგრამ ყოველთვის არის ეს განცდა მაინც და ძალიან კარგად ავლენენ სოციალური ადაპტაციის უნარებს და კარგები არიან მოლაპარაკების ნაწილში, ხო? კარგად აწარმოებენ ამას, იმიტომ რომ უწევთ დაბალანსება უფროსი და უმცროსი დედმამიშვილებს შორის. და უმცროს შვილებს უკვე აღვნიშნე. ფსიქოანალიზში ისევ ფროიდი ხშირად აღნიშნავს, რომ ყოველი შემდეგი შვილის დაბადება რაღაც ტახტიდან ჩამოგდებას ნიშნავს. ესეც რაღაც ძალიან ზღაპრულია და ზღაპრის და მითების ნაწილს ძალიან ეხმიანება, რომ შეიძლება განვითარდეს შიში, ეჭვიანობა და ასევე სუპერეგოს გაზრდილი ზეწოლა. ანუ ეს თქვენ რასაც გულისხმობდით, რომ უფრო მეტი ზეწოლა აქვს მას, რომ მე აუცილებლად კარგი უნდა ვიყო და ვუთმო ჩემს ძმას, ხო, ეს ძალიან ხშირად ვითარდება. შუათანა ბავშვს უვითარდება ხშირად პროტესტი და მუდმივად რაღაცის მტკიცებაშია, რომ მე ანუ რაღაც უწევს განსაკუთრებულად დაიხარჯოს იმისთვის, რომ მისი ინდივიდუალობა შემჩნეული იყოს, ხო? იმიტომ რომ პირველი რაღაც ისეთი პირველი შვილია, ბოლო უფრო მეტად განებივრებულია და შუათანას რაღაც უფრო მეტი უწევს, რომ გააკეთოს იმისთვის, რომ აღიარება ინდივიდუალური მოიპოვოს. მესამე შვილებზე საუბრობენ, რომ შეიძლება რაღაც რევოლუციონერები იყვნენ და ძალიან შემოქმედებითები და ამ იდეაზე დავფიქრდი, როდესაც ერთ ბავშვთან მუშაობ, ისაც რაღაც ზღაპარზე მკითხა და ძალიან ხშირად არის ზღაპრებში სამ ძმაზე ან სამ დაზე ამბები და პირობითად სამ გოჯში, ხო? პირველი შვილი ძალიან ისეთ სპონტანურად მარტივად აშენებს სახლს, მეორე აუმჯობესებს და რეალურად მესამეა, რომელიც ისეთ ყველაზე ჭკვიანურ გადაწყვეტილებას იღებს, ხო? ანუ რეალურად ისეთ უფრო შემოქმედებითია, ანუ მათ აქვთ უფრო მეტი ვალდებულება, რომ აშენონ ეს სახლები და უფრო მეტად თავისუფალია თითქოს შემოქმედებითია, რომ აშენოს და მერე სრულდება ესეც, ხო, რომ ის იფარებს უფროს დედმამიშვილებს თავის სახლში. ან არ ვიცი, ყველა ზღაპარში არის ეს პატარა იფარებს უფროს. კი, თუ გახსოვთ ეს ზღაპარი კი და რაც განსხვავებულები არიან ხოლმე, ხო? აჰა. თქვენ მე რამდენი ხართ? აჰა. შუათანა და მესამე. გამიცინა იმდენი ის და იმთხა რომ ეს რაღაცები. აჰა. ამიტომ ეს რიგითობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თუ ალფრედ ადლერიც და ანუ იგივე რეალურად ტახტის დაკარგვის ფენომენი იყო პირველ შვილთან დაკავშირებით და უფრო მეტად პასუხისმგებლიანი, ლიდერული, უფრო მეტად ავტორიტეტი დანარჩენი დედმამიშვილებისთვის, შუათანა ხშირად უფრო კონკურენტული, ძალიან მებრძოლი, სხვათა შორის შუათანა, თუმცა შეიძლება თავი იგრძნოს უყურადღებოდ, ხო და მესამე შვილი, რა თქმა უნდა,
ძალიან განებივრებულია და შესაძლოა განვითარდეს ყურადღების გადაჭარბებული მოთხოვნილებაც, რომ ესეც მიჩვეულია, იმიტომ რომ მესამეა და ბოლოა იმას მოელოდეს სხვა ადამიანებისგანაც და ეს ძალიან შეგვიძლია პრევენცია რო თქვა მეორე შვილმა არ იგრძნოს სუბასტაო იცით, ალბათ, რა თქმა უნდა, არსებობს უფრო მეტად ხელი შეეწყოს ამის განვითარებას, უბრალოდ იმ საკითხებზე, რაზეც საუბრობთ, ძალიან ბაზისურია და ეს რაღაც კუთხით, ანუ შეიძლება შუათანაშვილს არ ვაგრძნობინოთ თავი გარიყულად და უყურადღებოდ, მაგრამ ის რომ შუათანაშვილს ჩამოუყალიბდება კარგი ადაპტაციის და ურთიერთობების ფასილიტაციის უნარი, ეს ძალიან სასარგებლოა, ანუ ეს როლი მას თალსახად ექნება, მაგრამ მშობელს რა თქმა უნდა შეუძლია ჩაერიოს ისე რომ არ დააზიანოს შუათანაშვილი ზედმეტი პასუხისმგებლობით თუნდაც იმით რომ უფროს დაუთმოს. მესამე რო იბადება რამე არის ისეთი რომ აი ახლა ჩვენ ყავდა ახლა მეგობარ შეეძინა ბავშვი მოიყვანეს ჩვენთან სტუმრად იყვნენ და 21 წლის ბავშვი იყო და უფროს ძალიან მოეწონა რომ აღარ ჩაათა მეორე და მე ხა ჩვენს მე-6 თვეში შეგვეცინება მესამე თქვათ და ეცე რო არ ჩაარტყას თქო რამე არის ისეთი პრევენცია რომ რაღაცით მიახვედრო რომ შენც მნიშვნელოვანი ხარ და ესაც აჰა. ყოველთვის შეიძლება მომზადება კი და საუბარი იმასთან დაკავშირებით რა იქნება. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვს ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ პირობითად ბავშვის განვითარების შესახებ ზოგადად ის რომ მის ცხოვრებაში რა შეიცვლება. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ეტაპზე ეს ადამიანი გამოჩნდება ახალი, როგორი იქნება, ხო? იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ გაუზიარებიათ, რომ დედმამიშვილები ელოდებიან, რომ რაღაც სათამაშო იქნება, ან დიდი ბავშვი მოვა უკვე და მეთამაშება, ხო? მშობლები ასე აწვდიან ხოლმე ხშირად. მაგრამ თუ მას ზუსტად ეცოდინება რა შეიცვლება მის ცხოვრებაში და როგორი იქნება ამ ბავშვთან ურთიერთობა, თუნდაც თქვენ ჩართულობას რა ნაწილი დაეთმობა, უფრო მეტად მშვიდად ხვდებიან ხოლმე ამ ამბავს. რეალურად ზოგადად ჩვენ შემთხვევაშიც რაც უფრო მეტად ვიცით და მომზადებულები ვართ, შფოთვა უფრო მეტად იკლებს, ხო? ანუ ინფორმაცია წევს შფოთვის დონეს. ამიტომ მომზადება შეგიძლიათ ან უფრო დეტალურად ან ოჯახის კულტურის გათვალისწინებით. ჩვენი აღთქმით იბადება მესამე, დაიკო არის მარიამი, იცის რა ქვია შენ დაიკოს, მარიამი, რაღაც ეგ მოვიგოქს მომზადებით ეგრე ვფიქრობ, რომ ეგრე წაუყვანთან სხვა დანარჩენი ვერ ვიფიქრეთ რა შეიძლება იყოს და პატარა რომ მოიყვანეს მე ეგ ფაქტორიც იყო რომ აი ესეთი მოვა ცოტა ხანში შენი დაიკო იქნება რაღაცა და ჩაარტყა ამ დროს თუ ეს სხვა ამერია ამ დროს ახლა უბრალოდ მაგა პერიოდში არ მახსოვს მაგრამ ზოგადად არ მიიღო და მეც არ უყურებდა რა დიდად არ დაინტერესდა პროცესი დაინტერესდა საჩუქარი რომ ვაყოლენ ბავშვთან ერთად თქვა რაც ხარებს აი რომ აი ეს გამიგია საჩუქარი აი ბავშვის დაბადებასთან ერთად აი მომდენო ბავშვებსაც გაუხარდება იმათთან ერთად ეს საჩუქრებიც რომ მოვიტანო იმათ მოვიტანოს ასე კარგად დაამახსოვრე ეს ანუ მესამე მოუტანა საჩუქრები ანუ ზოგადად ახალშობილს ხო ჩუქნიან ხოლმე საჩუქრებს და ხშირ შემთხვევაში როცა ეს ეჭვიანობა ვლინდება შეიძლება სტუმრებმა ესეც გაითვალისწინონ რომ მისთვისაც მოიტანონ სათამაშო ანუ ეს ისედაც ძალიან აბსტრაქტულია ბავშვისთვის რომ ძმა უნდა მყავდეს ხო ანუ არ წარმოუდგენიათ ეს როგორ შეიძლება იყოს და რეალურად ახალშობილი ძალიან უსუსური ანუ ის საჩუქარს ვერ აჩუქებს ხო ეს ძალიან აბსტრაქტულია რომ იმან მოუტანა ამიტომ მას რასაც ჩუქნით ახალშობილს შეიძლება მასაც აჩუქოთ ხო რომ მასაც კონდეს ეს საწყის ეტაპზე განცდა თუმცა გაახარო ეს ბავშვები საჩუქრებით დაემთხვეს იმის მოსვლის პერიოდს აი მაშინ აბსტრაქტულად რო არ გამოჩნდეს გაცნობიერებულად რომ ვთქვათ
შესაძლებელია კი, სტუმრების მიმართაც შეიძლება რომ ეს არსებობდეს, რომ მათაც მოუტანონ საჩუქრები. შეიძლება ითამაშოთ წარმოსახვითი თამაშები, ხო, სადაც გაეთამაშებთ ამ სიტუაციას, რომ ლაზარეს ახალი ძმა შეეძინა. დააკვირდით მის რეაქციას, როგორ იგრძნობს თავს, ხო, შეიძლება ესეც გაახმოვანოთ, ანუ ეცადეთ რომ მხოლოდ რაღაც პოზიტიური ნაწილი არ მიაწოდოთ, ანუ შეიძლება უთხრათ რომ შეიძლება იტიროს ხოლმე, ღამე გაიღვიძოს, შენც გაგეღვიძოს, დედა უფრო მეტ დროს გაატარებს მასთან. ანუ ამ ინფორმაციის მიწოდებაც, რაც რეალური ნაწილია, აუცილებელია მისთვის, ხო? ანუ მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი რო არ ქონდეს ბავშვს, რომ ის მეთამაშება, არაფერი შეიცვლება და ასე შემდეგ. ანუ ის ნამდვილად ცვლის ყველაფერს შეგიძლიათ, დედაზეც გააკეთოთ აქცენტი, რომ რაღაც პერიოდი არ იქნება სახლში, იმიტომ რომ სამშობიაროში იქნება და მერე დაბრუნდება ბავშვთან ერთად. ანუ ყველაფერი რაც მოხდება, ამის შესახებ უნდა მიაწოდოთ მას ინფორმაცია, ეს აუცილებელია, რომ კონდეს მოლოდინი და შემცირდეს შფოთვა. და რაც აღნიშნე ემოციების მიღებასთან დაკავშირებით, ხო, და აი ამ მორალურ ნაწილთან, რომ აუცილებლად უნდა გიყვარდეს, ანუ როცა ბავშვები აზიარებენ ხოლმე თავიანთ ემოციას, ხშირად არის მშობლების უკავშირი, რომ არა უშავს შენი ძმა რა მოხდა, ან არაფერი არ ხდება ისეთი, რომ შენ თავი ასე იგრძნო, ან ხო იცი ორივე ერთნაირად მიყვარხართ. ხო, ამ დროს ყოველთვის იწვევს განცდას ბავშვში ეს ფრაზები, რომ რაღაც სათანადოდ კარგი არ ვარ, არ მაქვს რაღაც ჩემი ადგილი მშობლებისთან მიმართებაში, ხო, ამიტომ ისევ და ისევ გრძნობების მიღება ძალიან დამხმარეა ბავშვისთვის და ასევე მისცეთ სივრცე, რომ სიმბოლურად და კრეატიულად გამოხატონ თავიანთი განცდები. ეცადეთ, რომ თანაბარი დრო გაატაროთ ბავშვებთან, რამდენადაც მოხერხდება ეს დღევანდელ დღეს ძალიან აჩქარებულია ცხოვრების ტემპი და ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა აქვთ მშობლებს, ამიტომ ეს ცდელობა ალბათ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ანუ შექებასთან დაკავშირებითაც მინდოდა რომ მეთქვა, როცა შედარებაზე ვსაუბრობთ, რომ შექებაც ძალიან ხშირად არის ხოლმე დაკავშირებული ბავშვის აღქმაში შედარებასთან, იმიტომ რომ რა კარგი ქულა მიიღო, არ ვიცი, ლაზარემ პირობითად ხო ვახსენოთ ეს სახელი. რა კარგი ქულა მიიღო, ისე კარგად დაალაგა თავისი სათამაშოები, ანუ ეს გარკვეულწილად უბიძგებს, ანუ აფიქრებინებს ბავშვს, რომ მისნაირი უნდა იყოს, მასავით მოიქცეს და ჯობია ხოლმე, რომ როგორც საყვედური, ასევე შექებაც ინდივიდუალურად გააჟღეროთ ბავშვებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დედმამიშვილთან ერთად არ უნდა შეაქო. არა, ჯობია რომ ეს ცალკე გააკეთოთ, ანუ შეიძლება აღწეროთ მისი განცდა, მაგრამ ესეთი ძალიან აღფრთოვანებული კომენტარებიც იწვევს ამ განცდას, რომ მეც ისეთი უნდა ვიყო, ჩემზე უკეთესია, ჩემზე უკეთესად აკეთებს ამას, ამიტომ ეს რაც უშუალოდ მას უკავშირდება, როგორც შექება, ასევე საყვედური, ჯობია რომ ეს ინდივიდუალურად გააკეთოთ, ხო? მერე ერთმანეთთან გრძელდება კომუნიკაცია ამის შესახებ. ისინი ერთმანეთთან საუბრისას ადარებენ თავს, რომ პირობითად შენ ძალიან კარგად გააკეთე, რაღაც აწყე ლეგო და ეს ძალიან მოეწონა მამას. მე შესავით ვერ ვაწყობ. ხო, შეიძლება მათ შორისაც გაგრძელდეს და ცალკეულად ეს ბავშვის განცდაც, რა თქმა უნდა, უფრო მძაფრი იყოს და მძიმე. დიახ. რამდენად ეს კომფორტი, ანუ ამ კომფორტის შექმნა, რომ აი იმას არ ეწყინოს, ან ამას არ ეწყინოს. ზოგადად ჩვენ ხო ვიცით, რომ აი წარმატებული ადამიანი ტრავმის გადალახვის გზით ვითარდება და უფრო წარმატებული ხდება. ანუ იქნებოდა საჭიროა ეს განცდა თავის თავში გადახარშოს, რომ კი ის ჩემზე ამაში არის მაგარი, მაგრამ სხვა რაღაცაში ვარ მაგარი და ანუ იმასაც უნდა უთხრა, რომ შენ ეს გამოგდის კარგად, იმას კიდე ეს, ანუ აი ეს კომფორტი რამდენად საჭიროა. აუცილებლად უნდა ვუთხრათ, უბრალოდ ამით ვახდენთ პრევენციას ერთმანეთთან შედარების, რაც შეიძლება მატრაუმირებელი იყოს, ხო? ანუ ადამიანებს უთქვამთ, რომ ჩემთვის პირიქით მამოტივირებელია ის, რომ ვიღაცას შევადარო საკუთარი თავი, მაგრამ სინამდვილეში ეს გარკვეულწილად იწვევს ფრუსტრაციას, ხო, ყოველთვის და თუ არ არის ისეთი, როგორც ის ადამიანი, ან სათანადოდ ვერ აკეთებს რაღაცას, ყოველთვის არსებობს ნაკლოვანების განცდა, ამიტომ ჯობია, ანუ აუცილებლად უნდა შევაქოთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა შევაქოთ.
იქით. მაგრამ ინდივიდუალურად აღწეროთ მისი ქცევა და არა გავაჟღეროთ ერთმანეთის თანდასწრებით, რამაც ეს ჯაჭვი შეიძლება გამოიწვიოს, რაზეც ახლა ვისაუბრე, ხო? გადალახვა. ისედაც იქნება. მხრივ რა საჭიროა რომ ყველაფერში შევფერ. მე რა ხო ცხოვრებაში ყველაფერი მასე არ არის, ვიღაცა აწყენებს რაღაცა ამას და ის კომფორტი რო შევფერ სახში ხოლმე იგზნოს რაღაცნაირად შეუძლია თვითონ გადალახოს ეს მომენტი, თვითონ შეძლოს. ან გინახის შური ავიღოთ. ხა მე მქონდა ეს სიტუაცია. ჩემს დახალთან მაგისი შვილი არის ჩემი ნაცვლი და დაბადების დღე მინდოდა მეორე დღეს გადამეხედა ჩემთვის რაღაც გამეკეთილენ და არ გააკეთო ესო. იმიტომ რომ მეორეს ნათლიებს არ შეუძლია თუ მეორესო ყურადღება მიაქციონო და მოკლედ ისე მოხდა რომ რაღაც ძალიან დავიბედი. იმის შემდეგ ანუ მეწყინა ჩემი მეგობრის ასე ვთქვათ ეს დამოკიდებულება და ახლა ანუ როცა გინდა ნათლს ყურადღება მიაქციო ის რადგან იმას ეწყინება ანუ შენ ხო გინდა კონკრეტულად იმ ადამიანის მიმართ იყო ხო რაღაცნაირად გადასული ანუ რაღაცა გამომდის რომ ვეღარ ვაკეთებ იმას რაც მინდა. რაღაც ძალიან რთული სიტუაცია აღმოჩნდა ამ ხელ. დიახ, ანუ ზოგადად ფრუსტრაციის ამტანობა და დატევა ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ადამიანისთვის, რაც მას ჭირდება დამოუკიდებელ ცხოვრებაში, ხო? იმიტომ რომ გარე სამყაროში არ არის ყოველთვის ისე, როგორც ჩვენ მოველით მესმის, თუმცა ამისთვის შემზადება ბავშვისთვის ზუსტად აი ამ ჯანსაღი ნიადაგით არის შესაძლებელი, ხო? რომ თუ მე ველოდები, რომ ესეთ კონკურენტულ გარემოში უნდა მოვხვდე, სადაც ვიღაცას ვეჯიბრები და თავს ვადარებ, ხო? ეს ცალსახად სტრესს იწვევს ადამიანისთვის, ხო? თუმცა თუ მე უფრო მეტად თავდაჯერებული ვარ, იმიტომ რომ არ ვადარებ არავის თავს, ეს არ მიშლის ხელს წარმატების მიღწევაში ცხადია, ხო? შეიძლება გაჩნდეს კონკურენტი ასევე, მაგრამ ჩემი სტრესის დონე არის ნაკლები, რაც უფრო მეტად ჯანსაღი გამოცდილება მაქვს ამ შემთხვევაში, ხო? რას მეუბნებიან ჩემზე. ანუ ეს ხო ჩემს შესახებ არის, ანუ მე თუ მეუბნება მშობელი, რომ შენ მადამ რაღაც კარგი ლექსი იცის პირობითად, ხო? მე არ ვიცი ეს და მე მიჩნდება განცდა, რომ ეს ლექსი თუ არ ვიცი, რაღაცა არ ვარ კარგი, მე აუცილებლად უნდა ვისწავლო ეს ლექსი, ხო? შეიძლება საერთოდ არ მომინდეს, რომ ვისწავლო. ამიტომ შედეგი ყველა შემთხვევაში არის ის, რომ მე ცუდად ვგრძნობ თავს. ხო, ხვდები, რომ ანუ ეს მოდელი ყალიბდება, რომ ყოველთვის ჭირდება ვიღაც, ვისაც უნდა შევედარო. და საკუთარი თავის გაზომვა ხდება სხვასთან შედარებით, ანუ ეს არის რაღაც თამასა, რომელსაც უნდა გავუთანაბრდე. თუმცა წარმატება რეალურად ცალსახად შეიძლება რომ ცხოვრებაში ადამიანმა მიაღწიოს იმ საკუთარი თავდაჯერებულობის და საკუთარი უნარების გაცნობიერების მიზნით, როცა მშობელი ეუბნება, რომ რა კარგად დაალაგე შენი სათამაშოები, ძალიან მომეწონა, რომ დამეხმარე რაღაცა სამზარეულოში, ნივთების მოწესრიგებაში. ანუ ეს ხო ძალიან ინდივიდუალურია და შედარებისგან დაცლილი. რაღაცა რომ უყურებ გარშემო, აი თქვა ფსიქოლოგმა ერთხელ ამბობდა ძალიან დაკმაყოფილებული ადამიანი, რომ შობისას განკლები შეეშალა და წინასწარ კარგი რაღაცა შობ რაღაცა მოკლედ არ ვიცი რა მომზადებლები ვართ ხოლმე, თვითონ ჩვენ ქვეყანაში, აი ჩვენ მშობლების სკოლები და რაღაცები არ ქონდა და ისეთი მომზადებელი ვიყავი მეც ჩემი შვილებისთვის, რომ რამის არის გავუშვი ხანდახან ჩემი შეცდომებს რომ ვაცნობიერებ და მაგრამ აი ტრავა არის რესურსი ესეთი გაჟღერება და ვინცო დაკმაყოფილებულია, ასე თუ ის რაღაცა სტაბილური ტიპები არიან და აი წარმატებებს და ჭალებში ვარსკვლავს რო წყვეტენ არიან უფრო ტრავმირებული ადამიანები. არ არის ეს სწორი პროფილება, იმიტომ რომ ძალიან მარტივი მაგალითი ახლა მეც მაქვს თვალწინ, რომ ჩემი შვილი ყოველთვის ამბობდა ხოლმე ერთ-ერთ თავის უბოზე, როგორი თავდაჯერებულია და როგორია და ოჯახში რო შევიდა, როგორი ექცევიან და რაღაცა ძალიან დააფიქსირა. ეტყობა ჩემი შეცდომების ფონზეც ალბათ. და მოხდა ისე, რომ ბაკალავრიც კი არ დაუმთავრებია, და იმდენად თავდაჯერებული იყო ეს გოგო, რომ აი ბაკალავრიც კი აღარ დაამთავრა. რაღაცა ძალიან ისეთი იყო რა, სტაბილური ტიპი იყო და მე ვხედავ ახლა იმას, რომ ჩემმა შვილმა რა აღარ დაამთავრა ენაში, იმაში, ამაში რაღაცა, რა ვიცი, აი რაღაცა უფრო დაუკმაყოფილებლობის ის ვისაც აქვს და ეხლა სადაც არის, თქვა აი საბასტანშვილის აკადემიაში
უთხრეს რომ შენ ისეთი მორიდებული ხარ, თავმდაბალი ხარ, რაცა უსაზღვრო შესაძლებლობების იმას ხსნიო და რომ მოდიანო და თავდაჯერებულები და ისინი რო არიანო თითქოს აი განვითარების საშუალებას აღარ იძლევიან, რომ რაღაცა ასწავლონ თუ სტაჟიორები მომიდიან მაგალითად. რაღაცა ტრავმა არის რესურსი, ეს რაღაცა დავინახე ცხოვრებაში და თქვენი იმაზე გამახსენდა. იცით, ან შეიძლება ტრავმირებული ადამიანი იყოს წარმატებული, მაგრამ რის ხარჯზე აკეთებს ამას და როგორ გრძნობს რესურსი, ტრავმა რა თქმა უნდა და ამას აკეთებს სიმშვიდით. სიმშვიდით აკეთებს ამ ყველაფერს, ხო, იმიტომ რომ ძალიან ჯანსაღია ადამიანს კონდეს მოტივი, მისწრაფება, მიზნები, მაგრამ თუ აი ტრავმის ხარჯზე აკეთებს ამას, ხო, ეს თალსახად არ არის ადაპტურობის კარგი ხარისხს არ ავლენს და შედარებით შესაბამისად არც ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხია საკმარისი, ხო, სათანადო. იმიტომ რომ ტრავმა ხო, ანუ რა არის ტრავმა, რაღაც მოვლენა, რამაც ძალიან ძლიერი ემოციური რეაქცია გამოიწვია ჩვენში და როცა იგივე ტრიგერი ხდება, ჩნდება გარემოში, ის განცდა გვიაქტიურდება, ხო, ანუ როგორ შეიძლება ეს წარმოადგენდეს რესურსს, როცა მე პირობითად რაღაცას არასწორად ვაკეთებდი და დედა მიყვირო და იგივე სიტუაცია განმეორდა სამსახურში, რომელიც საერთოდ არ მეხება, მაგრამ მე ის განცდები გამიაქტიურდა, ხო, ამ დროს ეს ხელს მიშლის ფუნქციონირებაში. აი ჩემი და მაგალითად ყოველთვის იყო აღებული რომ როგორი ნიჭიერია ხელებიდან რა არ გამოსდის. სულ მიუხედავად რომ მე ძალიან ბევრი რამე გამომდიოდა და არასოდეს ჩემზე აპირიქით რაღაცა თითქოს აი იყო ის და მე მხოლოდ მისი კუდი როგორც პატარა, მასზე პატარა, ხო? თითქოს ბაძავენ უფროსებს დაყვებიან და რაღაცას თავთავად ეგრევე. თუმცა მე პირადად მეც ბევრი რაღაცა მქონდა, მაგრამ იმან ჩაიფარცხა ეს და დღეს მე გული მткиვა რომ ამ ხელა შესაძლებლობების ადამიანი არაფერი არ გააკეთა ცხოვრებაში ჩემადა. აი დღესაც კი რამდენი რამე შეუძლია, იმდენად ნიჭიერი. აბსოლუტურად, იმიტომ რომ სულ იყო აღიარებული. და მე იმდენად მაგდა აღიარება ახლა რომ აი რომ თქვა ამას აქ შეიძლება მხატვარი გავხდი, იმიტომ რომ ბავშვობაში ჩაკლეს რაღაცები და ну მოკლედ არ ვიცი, მე ვხედავ რომ მენანება რომ ამ ნიჭის ადამიანი რომელიც სულ იყო აღიარებული, აღარაფერი აღარ გააკეთა ცხოვრებაში. გაჩერდა ეს არ იმიტომ რომ აღიარება სულ ქონდა და არ აქვს. აი ბევრი წარმატებული ადამიანის ბიოგრაფიასაც რო ვკითხულობ, ყველას რაღაცა ტრავმა აქვს გადატანილი, რაღაცა რთული ცხოვრება ჰქონდა და პრობლემები თქოს მე თავისი ცხოვრებით ამტკიცებს, რომ აი მე შემიძლია ეს მომენტიც. იცით, გარკვეული ფორმით, ანუ ხარისხი განსხვავდება ალბათ ყველა ადამიანს აქვს ტრავმული გამოცდილება. არ არსებობს იდეალური მშობლობა და არ არსებობს იდეალური დინამიკა ცხოვრების განმავლობაში. ხო, ყველას აქვს. ამიტომ ეს სოციალური როლი, რაც თქვენ თქვით, რომ ისეთი ნიჭიერი ყველაფერი გამოსდიოდა, ხო, ეს მისგან მოელიან, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად უნდა გააკეთოს. ხო, ესეც მოქმედებს, რაც სტრესულია ადამიანისთვის, რომ შეიძლება არ მინდა იმ ყველაფრის გაკეთება, არ შემიძლია ისე, როგორც ისინი აღნიშნავენ და მხედავენ, ხო? ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია და ბევრი ფაქტორი განაპირობებს ხოლმე ამ პროფესიულს არჩევანს, თუმცა ან ჩვენ ახლა რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის რაღაც იდეალური შემთხვევა, რომელიც ბავშვს ეხმარება განვითარებაში და ახდენს პრევენციას იმის, რაც შეიძლება რომ მოხდეს, ანუ დედმამიშვილებს ურთიერთობას შორის თავად, ხო, იმიტომ რომ თუ მე ყოველთვის მადარებენ, მე რაღაცებს ვაკეთებ და არ აღნიშნავენ ამას და მხოლოდ ჩემი დისას აღნიშნავენ, ანუ მიჩნდება კონკურენცია ცხადია მის მიმართ, შეიძლება გაჩნდეს შური, ეჭვიანობაც გაჩნდეს, ანუ ყველა განცდა რაც შეიძლება რომ არსებობდეს და ეს ძალიან ბუნებრივია, ხო? ამიტომ სოციალური როლების ნაწილი ძალიან მოქმედებს, აი რაც დასაწყისში ვთქვი, რომ ეს ძალიან ცელქია, ეს ძალიან ჭკვიანია, ყველაფერი გამოსდის და ასე შემდეგ. ეს კითხები დავსვით, მაგრამ აი თქვენს იმას მინდა შევერო აგვიცნათ, თუ ბავშვობაში არასდროს ჩულობდით და დიდები ხოცავთ ერთმანეთს, რა მოვლენა? არა, არც ხოცავთ. არა, რა მოვლენა, თუ კი ბავშვობაში აჩვენეს და სულობაში რატო შეიძლება? დიახ, ანუ ძალიან ხშირად ეს ზრდასრულობის ნაწილზე, როცა აღნიშნავ, ვისაუბრებ ამ ნაწილზეც, ხო, ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ზრდასრულ დედმამიშვილებში არის ის ბავშვი, რომელმაც თავის დროზე ვერ გამოხატა ემოციები, რომელიც ძალიან გულნადგენია.
შესაბამისად, ზრდასრულობაში უფრო ლეგიტიმურია ამ გრძნობებზე საუბარი და ამის გამოხატვა. თუმცა, თუ ეს ჩხუბის ფორმით ხდება, არ ხდება ზუსტად იმ გრძნობების გაცნობიერება და გამოხატვა, შესაბამისად იმ ადამიანთან, ვინც ამას გრძნობს, იმიტომ რომ არის ლიტერატურაშიც აღწერილი და რეალური გამოცდილებებიც არსებობს იმის, რომ ზრდასრულ ასაკში ვისაუბრეთ მე და ჩემმა დედმამიშვილებმა, რას გრძნობდით ამასთან დაკავშირებით და პირველად ვიგრძენით თავი გაგებულად და ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა. ანუ ზრდასრული ურთიერთობა იძლევა ამის საშუალებას, რომ ძველი გამოცდილებები გავაცნობიეროთ და შევცვალოთ, იმიტომ რომ რაზე ვჩხუბობთ? ანუ რა არის ინამდვილეში ამის მიზეზი, ხო? ზოგადად კონფლიქტურ სიტუაციებში ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ შესაძლოა ეს რაღაც არსებობდეს ეს გულნადგენი ბავშვი, დაწყენი, რომელმაც დააგროვა ეს ემოციები და ეხლა ზრდასრულ ასაკშიც გამოხატულია, ხო? ანუ კი, და როგორც ვახსენე, მთელი ცხოვრების განმავლობაში იცვლება და მიმდინარეობს დედმამიშვილების ურთიერთობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე გამოხატვა, ექსპრესია ამ ემოციების ძალიან ბუნებრივია. ასე რომ, კარგი რესურსია. საუბრით, ხო? თქვათ, აი, რომელიც დაჩაქრული იყო, იმისგან თქვათ აგრესია აკომპენსირებს ძველ ბავშვობის ტრავმას? იცით, ეხლა უფრო კონსტრუქციულ ფორმაში ზრდასრულ ასაკში ეს შესაძლებელია, რომ მე ძალიან დაჩაგრულად გრძნობდი თავს პირობითად, როცა დედა და მამა შენ გაქებდნენ და იცი, შენზეც ძალიან ხშირად ბრაზდებოდი ამის გამო. თუმცა, ხვდები, რომ ეს შენ შესახებ არ არის ეხლა, ხო? იმიტომ რომ ეს მშობლებმა გამოიწვიეს და მათი რეაქციიდან გამომდინარეა. ანუ არა დაბრალებას გულისხმობ, არამედ მათი ურთიერთობის გაღრმავებას, რომ მისგან არ იყო ეს გამოწვეული. ანუ ზრდასრულ ასაკშიც შეიძლება ფორმირება და შეცვლა დედმამიშვილების ურთიერთობაში. ამიტომ ეს საუბარი ჩხუბი შეიძლება რაღაც კარგის დასაწყისი აღმოჩნდეს თქვენ შემთხვევაში. არა, ბავშვობის ტრავმების გაცემა არ ხდება, უფრო წაკინკლავება ხდება ხოლმე მის მხრიდან, ჩემი მხრიდან. ამ ფორმით გამოიხატება. რაღაცას თვითონ მყავს რა და რაღაცას რო უკეთებენ აი ოჯახის წევრები მას, ანუ არ უნდა რომ მეც გავიკეთო, მაგალითად. მე ის ამ სიამოვნებს რომ აი სტატუსები ანუ ზოგადად რომ აი ეს ბიჭია შენ გოგო ხარ და ეგ მიშლის ხოლმე ხშირად ნერვებს და ის იმას ეშლება ნერვები რომ აი მაგალითად მე რომ მომცე რაღაც ბებია პაპამ ფული, ეხლა შენც რო წამოხვისო შენც ხომ მოგცემ და ეგ არ სიამოვნებს რომ მეც მომცე ფული, მაგალითად იმას რო აწევ. ხო, მაგაზე გვახსოვს ზოგადად კინკლავება. იცით ეს გოგო ბიჭია, რადგან ახსენეთ, ხო ძალიან მნიშვნელოვანია გასათვალისწინებლად. კი, ძალიან ხშირად გასათვალისწინებელია ოჯახის კულტურა, ანუ რაღაც შიდა კულტურა ზოგადად, სადაც შეიძლება კი. და ეს ძალიან მოქმედებს, რომ პირობითად მაგალითიც ძალიან კარგად ასახავს, რომ ბებია ბაბუამ ბიჭს უნდა გადასცენ. ანუ ისე კი არ გამოდის, რომ მარტო მასაც მაგალითად ფულს ან რაღაცა ჩუქარს უკეთებენ, ნუ მეც ჩუქნიან რაღაცებს და ეგ არ სიამოვნებს, რომ შენც ჩუქნიან, უნდა ჩუქო რომ მარტო. ხო, და იმათელება ხოლმე შეიძლება კინკლავება. კიდე იმაზე რომ ვთქვათ, აი გოგოს რატომ უნდა დაუტოვოს მშობელმა სახლი, აღარ ისთვის თხოვდები ესე რომ ვთქვათ. რამდენი ატანა რა, რამდენი 21 არის და ან წესით ეგეთი აზროვნება ხო არ უნდა გქონდეს და იმ მაგაზე მაგხოლმე ზახშიათ ჩხუბი მაგასთან ძირითადად. იცით, ეს თუ ოჯახის ღირებულება იყო და კულტურის გავლენა, ანუ ეს თუ ოჯახში იყო საუბარი და ასევე კულტურის გავლენა, მას აქვს ბუნებრივად მოლოდინი. შენ თუ ოჯახი მოგწევს, რისთვის გინდა ქმარი. კულტურის გამოცდილება, ხო? რისთვის უნდა ცოლი. რამეს მისცემენ თუ რაღაც კარგული მე ჩვენი ქვეხა. მაშინ იგივე შეგვიძლია კუბის ხანაირად კონკურენციას შეიძლება, თუმცა ანუ უფრო მეტად ძალიან გავსამს სქესების შესახებ სტერეოტიპებს, რაც ეს კულტურაში ძალიან მყარად არსებობს ხოლმე და სავარაუდოდ ეს შეიძლება მის მიმართაც იყო გაჟღერებული, რომ შენ ბიჭი ხარ და ეს უნდა მიიღო ძალიან ბუნებრივად. აჰა. ბიჭი ხარ. ბიჭია და აბა. კი. აჰა. აი მე ხევერ ხშირად ბიჭი ყავდა გოგო, ყავდა ერთი შვილი და გოგო. გამიგია ურთიერთობა აქვს ახლა ყაზბეგში ცხოვრობენ და ანუ გოგოს შვილად არ თქვიან ამას ვერ ვიტყვი ახლა რა სასულელია მაგრამ
ერთი შვილი ყავთ, გაბიგია ეს და გაოცებული დავრჩი, ბიჭრე. ძალიან ხშირად ფრაზა. კი, და გოგო ყავთ. ერთი შვილი ყავთ და კიდე გოგო ყავთ. არის ბიჭი და გოგოს განსხვავება და ახლა ეგრე რა გაიზრდება და ეგრე ექნება ალბათ ის ყველა ასაკში ექნება ეგეთი აზროვნება რომ ის ბიჭია და უფრო მეტი უნდა და უფრო სხვანაირად დაფასებული უნდა იყოს. სქესიც გარკვეული როლია, რაზეც ვისაუბრეთ, ხო, იმიტომ რომ სქესს გარკვეული მოლოდინები აქვს, ესეთი სოციალური როლია, რომ მე თუ ბიჭი ვარ, პირობითად მხოლოდ მე უნდა მერგოს მემკვიდრეობით სახლი თუ მატერიალური ნაწილი მივიღო, ხო? ეს მისი შობლების ამბავი. შობლების თემა, რომელიც ძალიან პატარა ასაკიდან შედგება ოჯახში რატომაც. ანუ ჩემი გადასახედიდან ქონებაზე დავა, როცა დედმამიშვილები ჭუბობენ, არის მშობლების ბრალი. და არა დედმამიშვილების ბრალი, იმიტომ რომ მშობლებმა არ უნდა დატოვონ ისე გაურკვევლად რაღაცეები, რადგან მე დედმამიშვილები ხოცავენ ერთმანეთს. შეიძლება ამ გოგონასთვის კონკრეტულად, რომელიც შედარებით იჩაგრება მხოლოდ სქესის გამო, ეს პირიქით იყოს მისი, როგორ თქვა, სიძლიერის თუ მუდმივად იმის დამტკიცების როლში, რომ აი ის მე რომ გოგონა ბევრი რამე შეუძლია, იმ ძმაზე უკეთესიც კი არის. შეიძლება რაღაც დამხმარეც იყოს, მაგრამ ყველას ერთნაირად ალბათ არ წაადგება, ხო, ეს და ანუ მტკიცების ცხოვრება ძალიან რთულია. დიახ, თუმცა წარმატების მიღწევაში შეიძლება რაღაცა დაეხმარება, მაგრამ რთული არ იქნება, მაგრამ ან ხო, არ გაჩნია ალბათ ხარისხს აქაც, ხო? დედმამიშვილების ურთიერთობაზე ეს ცალსახად ნეგატიურად აისახება, ხო და ისევ ვამბობ, რომ გამკლავების მექანიზმი ტრავმის რესურსად გადაქცევა არ არის ჯანსაღი ადაპტაციის მექანიზმი, ხო? მაშლები როგორ უყურებენ ამ ტრაუმას, უფრო ცივი ან ცუდად უყურებენ და სულ მაგაზე გვაქვს ხოლმე კონფლიქტი და მშობლები საკმაოდ ერევიან მაგ საკითხში. ანუ თუ მაგალითად არა თვითონ ესეთი ხდება ალბათ. თვითონ ხასიათი ალბათ მაგის. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი. იცით რა, ეს რაღაცა ქონების დამოკიდებულება ბავშვობშიც უჩნდება. და აი მაგალითად მე შეიძლება არასწორად დავუსწრებ, ეს ჩემშია რომ კითხე, აბა ეს სპინა უსახლია, ვისდია და არავის მეთქი მე რომ მოკვდები გაგიდიან და ბავშვს ასმისწევ და მომის. შენი არ არის და შენი მეთქემ ვერ არ მინდოდა მე თქვა რომ ან შენი ან თანაბარი არ მინდოდა საერთოდ რომ ვინმეს რქმეოდა რაღაცა იმ ერთ სახლსა და ცხოვრობდა. ხე გაიყიდა რა უნდა უთხრათ, აი როგორ უნდა ან რა ასაკიდან შეიძლება და ლაპარაკი არა რომ გაუჩნდა ხო უჩნდებათ რა ვიცი რა ჩემთან იკითხათ ის ასაკში რომ ეს სახლი ვისია რომ ხო თქვენია სადაც ცხოვრობ ხო ჩვენი ყველასია ნუ კი ვუთხე რომ ყველასია ჩვენ ხო ვთქვათ მაგრამ შენ რო აღარ იქნებიო რეგულირების კონდა გაზდა გავყიდი და დაბარებული ვარ რომ ბავშვთა სახლს მისცემ და არაფერი შეგიძლია გამოვა არა ვერ რაღაცა მაგრამ მოვიფიქრე ხარ შეუძლია ალბათ არასწორი და გასაშვილებს დაუტოვებ ხო არის ანუ შეიძლება უთხრათ რომ ჯერ მან მოვიფიქრებ ან მე ვისაუბროთ ამაზე ხო ანუ ზუსტი პასუხის მიხედავს და უდგება გვერდს ესე ვიციან ხოლმე ეს რამდენად სწორია ესე ეგეც არ არის ალბათ ანუ ესეც შეჯიბრს და კონკურენციას აღუევებს რეალურად ხო იმიტომ რომ ვინც უფრო მეტად იზამს ამას ანუ შეჯიბრია ერთმანეთს შორის ეგეც არასწორი პრობლემაა რა თქმა უნდა მსახიობები ცოტა ტრავმირებული ხალხია ტანში ჭირდებათ ხო ფაქტია რომ პროფესიებს ყველას ის უკან დგას რაღაც ტრავმირებული ხალხი ახლა ყველა ადამიანი იცით ანუ პროფესიის არჩევას მხოლოდ შეიძლება იყოს გარკვეულწილად მაგრამ მხოლოდ ტრავმა შეიძლება არ განაპირობებდეს ხო ანუ ყველა ადამიანს აქვს ტრავმა ანუ ამის გარეშე ფაქტიურად არ ხდება გარემოსთან კონტაქტი ხო იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურია და რა რესურსები აქვს ადამიანს ესეც ინდივიდუალურია ამიტომ ალბათ უფრო დიდი ისტორია საჭირო ცოდნა დიდი ისტორიის იმისთვის რომ რაღაც კონკრეტულ შემთხვევაზე ვისაუბროთ ანუ განზოგადება ძალიან რთულია თუმცა ყველას აქვს ტრავმა და ტრავმა არ იწვევს წარმატებას ავტომატურად, ხო? შეიძლება მიაღწიოს, მაგრამ არა ტრავმის გამო, ეს პირიქით აფერხებს, ანუ ცუდად აგრძნობინებს თავს სტრესი. ანუ მოზარდობის პერიოდზე მინდოდა რომ რაღაც ნაწილი მე თქვა სპეციფიური რაც ახასიათებს ამ პერიოდს, ხო, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ თავზეც გვახსოვს და ვისაც ამ ასაკის საშუალები გვყავს, ვიცით როგორი რთული პერიოდია და რამხელა
ქაოსია, რამხელა ცვლილებებია და ზუსტად ისეთი პერიოდია, როცა მშობლებს უპირისპირდება ბავშვი და დამოუკიდებლობას ცდილობს, ანუ აქ მისი პიროვნულობა, ინდივიდუალური ნაწილი უფრო მეტად იკვეთება. ხო? და ამ შემთხვევაში დედმამიშვილებთან დაპირისპირებაც უფრო იზრდება. ხო? შეიძლება ამბობენ, რომ ეს რაღაც აშაფასებითი ნაწილი მოდის, ან სულელური რაღაცები მოსწონს, ან ძალიან ბავშვურია, ან ჩემზე პატარა, ან ჩვენ ერთმანეთს ვერ ვუგებთ, ხო? ანუ ამის დისტანცირების პარალელურად არსებობს სიახლოვის სურვილიც, ხო? იმიტომ რომ ეს ორი ძალა დაპირისპირებულია ერთმანეთთან, რაც მოზარდობას დაპირისპირება ძალიან ხშირად გასდევს ხოლმე ბევრ საკითხში, ხო? ჩვენ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ლექტორი ზიარებდა, რომ ისეთი რთული პერიოდია, რომ თუ შეიძლება რომ საერთოდ ეძინოთ ამ რაღაც მონაკვეთში ადამიანებს იმდენად ბევრია, რაც მათში ხდება და ის რაც გარემოსთან ურთიერთობის დროს ვითარდება, თუმცა ასევე მან ახსენა ძალიან საინტერესო თეორია, რომელიც მოარგო მათემატიკური შინაარსის არის, თუმცა ძალიან კარგად მოარგო ფსიქიკას ის, რომ რაღაც ეს ქაოსი და არეულობა და დაძაბულობა მიმართულია რაღაც კონკრეტული მიზნისკენ. ანუ ეს ბუნებრივია, ჩვენ რაღაც აი ამ ქაოსის გავლით მივდივართ და იწმინდება საბოლოოდ ეს პროცესი რაღაც კონკრეტული ურთიერთობის ფორმატისკენ. ამ შემთხვევაში, როცა დედმამიშვილებზე ვსაუბრობთ, ხო, რაც არის თანამშრომლობა, მიმღებლობა, სიყვარული, იმიტომ რომ შემდეგ უკვე მოზარდობის და ზრდასრულობის პერიოდში ძალიან კარგი თანამშრომლები და მოკავშირეები შეიძლება გახდნენ, ხო, იმიტომ რომ თუნდაც მშობლებთან ურთიერთობისას როცა პირობითად ზრდასრულ ასაკში მათი გარდაცვალების შემდეგ უფრო მაღალია მხარდაჭერის ხარისხი. ისინი არიან, ვინც უფრო კარგად გვიცნობენ და შესაბამისად კრიტიკულ სიტუაციაში უფრო სწრაფად რეაგირებენ, უფრო მეტად გვეიმედებიან და ხელმისაწვდომები არიან იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარონ, ამ კრიზისულ სიტუაციაში მხარდამჭერები იყვნენ და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ეს ზრდასრულ ასაკშიც კი ყოველთვის აუცილებელია და ღირებულია, რომ მათი ურთიერთობის ფორმა შეიცვალოს, თუ ეს არის უფრო დისტანცირებული, ხო, იმიტომ რომ მოზარდობის პერიოდის შემდეგ უკვე ზრდასრულობაში გადასვლის დროს, როცა 18 წლის ხდება ადამიანი და შემდეგ უკვე უფრო მაღალ ასაკში დამოუკიდებელი და ფიზიკურად შეუძლია რომ უკვე აღარ იცხოვროს დედმამიშვილებთან ერთად, ხო, ამ დროს უფრო ლეგიტიმურია გაჩნდეს დისტანცია მათ შორის და საერთოდ აღარ მოუნდეთ ისეთი ახლო ურთიერთობა, აღარ გქონდეთ აქტიური კომუნიკაცია და თუ არ მოხდება მათ შორის ისეთი ზრდასრული კონსტრუქციული საუბარი, არ მოინდომებენ, გააზიარებენ თავიანთ ემოციებს, რაც მოზარდობაში და ბავშვობაში დაუგროვდათ, ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის მათ შორის დისტანციას, ასე ვთქვათ, რაც ხელს შეუშლის მათ არ კონდეთ ის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, რაც დედმამიშვილებს აქვთ სინამდვილეში, ხო, იმიტომ რომ მთელი ცხოვრების თანამგზავრები არიან, იციან ჩვენი ცხოვრება დაბადებიდან ზრდასრულობის შემთხვევაში და ძალიან ბევრ რაღაცაში შეუძლიათ რომ დაეხმარონ იგივე წარმატების მიღწევაში ან ჩვენი დამოუკიდებლობის ხელშეწყობაში ის სოციალური უნარები რაც დასაწყისში ვახსენეთ ზრდასრულობის პერიოდში შეიძლება გაზიარდეს ხო იმიტომ რომ გაუზიარებიათ დიდ ადამიანებს რომ ეხლა აღადგინეს ურთიერთობა დედმამიშვილებთან და აი ამ საუბრის შემდეგ ძალიან დიდ შვებას გრძნობენ და კავშირს იმ ადამიანებთან რომელთანაც ძალიან დიდი ბიოლოგიური კავშირი გვაქვს ხო ძალიან ღრმა და ამას როცა მის სოციალური ნაწილიც რა თქმა უნდა უფრო სასარგებლოა და უფრო ეფექტურია ეს ჩვენს ინდივიდუალურ ცხოვრებაში და ასევე მოქმედებს ჩვენს ურთიერთობაში ხო როგორც ვთქვით რომ დასავით არის ძმასავით არის ჩემთვის ან ურთიერთობებს ირჩევენ იმ ადამიანებთან ვინც გავს ჩემ ძმას ან ჩემს დას რაღაცით და მასთან უფრო მიადვილდება ურთიერთობა მომწონს ხო იმიტომ რომ ყოველთვის მივისწრაფით ჩვენ მსგავსისკენ იმისკენ რაც ჩვენთვის ძალიან ნაცნობია და შესაბამისად იმ ადამიანზე ნაცნობი ვინც ჩვენთან არის რაღაც ბავშვობის პერიოდიდან ალბათ სხვა არავინ გვეგულება ხო თუ არ არის ეს პირობითად ბაღის მეგობარი ან ნათესავი მეზობელი და ასე შემდეგ ვისთანაც მსგავსი სახის სიახლოვე გვეყალიბდება, ანუ მოკლედ მოზარდობის პერიოდთან დაკავშირებით განსხვავებულობის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, რომ
ბავშვების გათანაბრების საშუალება არ არსებობს და შესაძლებლობა ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ ამ დროს შედარების საფრთხეც უფრო მაღალია, იმას მშობლების მხრიდან ძალიან ექსცენტრული გამოვლინებები აქვთ ხშირად მოზარდებს, ხო, რაღაც თმისფერის ცვლილებები, არჩევანი კონკრეტული, არ ვიცი, მუსიკის მიმართულების იქნება თუ სხვა გამოვლინებები, აკადემიური მოსწრების გაუარესება, ბევრი ფაქტორი და მახასიათებელი, რაც მოზარდობის ასაკს გასდევს. ამის გამო უფრო იზრდება ხოლმე მშობლების შეფასების ალბათობა, ხო, შექების და შემდეგ უკვე შედარების. ამიტომ რაც უფრო მეტად მივიღებთ გამორჩეულობას და ინდივიდუალობას მოზარდობის ასაკში, განსაკუთრებით რაც ყველაზე მეტად ჭირდებათ მოზარდებს, იმიტომ რომ საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობენ ამ ფორმით რაღაც ახალ როლს იქმნიან, თავისუფლდებიან ოჯახის როლისგან, ხო, რომ იმაზე მეტი ვარ, ვიდრე კონკრეტულად რაღაც ოჯახს აქვს ჩემგან მოლოდინები და რაღაც როლი მაქვს იქ მონიჭებული, ანუ უფრო მეტი ვარ, ვიდრე არ ვიცი, ცელქი პირობითად რაც შეიძლება ძალიან დიდხანს შემორჩეს ადამიანს დასრულებაში, ან ჭკვიანი, ან ადამიანი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის და ძალიან ნიჭიერია, ხო, ანუ არ ვარ ნიჭიერი, არ მინდა ყველაფრის კეთება პირობითად, ხო, ანუ ვირჩევ სხვა მიმართულებას და ამ რაღაც ცვლილებების მხარდაჭერა მშობლების მხრიდან და ერთმანეთის მხრიდანაც, რა თქმა უნდა, ძალიან ღირებულია. ანუ ამ ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია ბევრი შთაბეჭდილება ქონდეთ მოზარდებს და უფრო პატარა ასაკშიც ერთმანეთის მიმართ, რაც პოზიტიურ ნაწილს უკავშირდება. შეიძლება უბიძგოთ იმისკენ, რომ კომპლიმენტები უთხრან ერთმანეთს, ბევრი რაღაც საერთო აქტივობა დაგეგმოთ, სადაც ორივე თანაბრად ისიამოვნებს პირობითად და რაღაც რის ირგულებაც გაერთიანდებიან, ხო, ერთი გუნდი იქნებიან პირობითად და მშობლები ცალკე, ანუ სადაც ერთმანეთთან რაღაც დააკავშირებთ, ანუ ბევრი თამაში შეიძლება რომ ამისთვის მოიფიქროთ. ასევე წესებთან დაკავშირებით მინდოდა მეთქვა, რაც კონფლიქტების თავიდან არიდებაში დაგვეხმარება, ან როგორი სოციალური წესები გინდათ რომ არსებობდეს ოჯახში, ხო? მაგალითად, ჩვენ არ ვეძახით ერთმანეთს ზედმეტ სახელებს, ანუ ამაზე ყველა თანხმდებით, ხო? და ეს წესების შემუშავებაც არ უნდა იყოს მხოლოდ მშობლისგან წამოსული, რომ ეს წესი გვაქვს. ყველანი ამაზე თანხმდებით, რომ არ იგივე არ ვეძახით ერთმანეთს სახელებს, გაბრაზებას გამოვხატავთ სიტყვებით. ეს რაღაც უფრო გამოხატვის ფორმა, შეიძლება მისი ემოცია, ანუ უფრო თუ დააკონკრეტებთ ქცევას, გამოხატვის ფორმას. რომ საუბრობთ, როცა რაღაც გვწყინს. აღარ გელაპარაკები რა. რაღაცა ეგ მომენტებიც ხო არის, თქო, არ ვიფუტებით რა, ჩვენ კი ვიკამათეთ, მაგრამ ვლაპარაკობთ. აჰა, დიახ, ამ ფორმულირებით ჯობია რომ იყოს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, როცა რაღაც გვწყინს, ამაზე ვსაუბრობთ. იმიტომ რომ შეიძლება ანუ ეს არ ვიბუტებით, მან იგნორირებულად იგრძნოს თავისი ემოცია, რომ მე გავიბუტე და ამ ფორმას ვირჩევ რომ გამოვხატო და ჩემი გრძნობა არ იყოს იგნორირებული, ხო? ამისთვის ჯობია რომ უფრო ესეთი ფორმულირება მისცეთ კონკრეტული, რომ ვსაუბრობთ, როცა რაღაც გვაწუხებს. ანუ ეს წესები შეიძლება იყოს როგორც ერთმანეთს ზედმეტ სახელებს არ ვეძახით, ასევე პოზიტიურად ფორმულირებული, ხო? მაგალითად, ვეხმარებით და ვუფრთხილდებით ერთმანეთს. ასე ბრას გამოვხატავთ სიტყვებით, არ ვურტყავთ ერთმანეთს. და ბევრი რაღაც სხვა წესი, რომელიც ძალიან ინდივიდუალურია ხოლმე და ოჯახზე მორგებულია, როგორი კულტურა, რა ღირებულებებია ოჯახში და ამაზე დაყრდნობით შემუშავეთ მოკლედ წესები და გარკვეული რუტინა და შემდეგ ძალიან მარტივია რომ შეახსენოთ ერთმანეთს ეს წესი, ვიდრე უთხრათ რომ ხო გითხარი, შეწყვიტე, ან მეტი აღარ მითხრა და ასე შემდეგ, ხო? და ანუ დედმამიშვილებსაც შეახსენოთ და თქვენც შეახსენოთ მათ და აუცილებელია რომ მშობლებმა გაითვალისწინონ ეს ყველა მიდგომა. გრძნობების გამოხატვა ინდივიდუალურად ცალსახად აუცილებელია. ძალიან ხშირად გამოხატეთ სიყვარული, რომ ისინი მიღებულები არიან, თქვენ არაფასებთ მათ, შეიძლება შეაფასოთ ქცევა, მაგრამ არა ისინი, ხო? პირობითად რაც იციან ხოლმე ზოგადად, რომ კარგი გოგო ხარ, ან ცუდი ბიჭი ხარ, ან ასე შემდეგ, ჯობია რომ უფრო კონკრეტული
აღწერები იყოს, რასაც ისინი აკეთებენ და როგორებიც არიან, ხო? ან პირობითად ყოჩაღი ხარ ან რაღაც მსგავსი აღწერებიც შეიძლება პიროვნებასთან დაკავშირებით გააკეთოთ კომენტარები, ხო, რომ ფიქრობ, რომ ძალიან მამაცი ხარ. შეიძლება ეს უთხრათ, როცა რაღაცას გააკეთებს, ხო? ისეთ სადაც ეს თვისება ვლინდება. და შეიძლება დისტანცირდნენ და აღარც ურთიერთობოდეს რა შემთხვევაში. ანუ თუ მათ შორის არსებობს ისედაც დისტანცირებული ურთიერთობა და არ არის ემოციური სიახლოვე, პირობითად არ საუბრობენ ან მხოლოდ რაღაც საცხოვრებელს ყოფით კონტექსტში იკვეთებიან ერთმანეთთან, როდესაც სახლიდან გადავლენ, თითქოს მათ აღარ აქვთ ვალდებულება კომუნიკაციის შესაბამისად, ეს უკვე მათი არჩევანი ხდება, როგორც ზრდასრულების, რომ არი ურთიერთონ ერთმანეთთან, ხო? ამიტომ ეს გასათვალისწინებელია ცალსახად, რომ შეიძლება ესეც მოხდეს ცუდ ვარიანტში. უფრო სწორია, რომ იყვნენ ცალსახე ვიდრე კონფლიქტში. ანუ მისაღებია, რომ დედმამიშვილი არ ყოფილა იმ ჩემს ახლობლებთან, შემთხვევა, რომ არ აქვს ძმებს ურთიერთობა. ჯობს რომ იყვნენ ცალკე და არ იყვნენ კონფლიქტში, ხო? შორს და ცალკე. თორემ მაინც იკვეთებიან ერთი დედა ყავთ. ანუ ფიზიკურ სივრცეში ერთად ყოფნა, რა თქმა უნდა, უფრო ზრდის გაღიზიანებას და კონფლიქტების სიხშირესაც უფრო ზრდის, თუმცა ფიზიკური დისტანცია პრობლემას არ აგვარებს, ხო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ცხადია. თუ ეს არ მოხდა მშობლის ფასილიტაციით, მაშინ ამ შემთხვევაში ზრდასრულობაში აუცილებელი ალბათ ერთ-ერთი დედმამიშვილისგან ინიცირება კონსტრუქციული საუბრის კი, რომელიც რაღაც უფრო მეტად დაცლილია შეფასებისგან და უფრო მეტად ესეთი მე განცდებს ვარქმევთ ხო ამას, რომ მე ვბრაზდებოდი, მე წინდა, მე მაკლდა თუნდაც ხო, ამიტომ ეს საუბარი ძალიან ეს საუბარი არის რეალურად რაც მათ ჭირდებათ ხო იმისთვის რომ ერთმანეთს კვლავ დაუკავშირდნენ და შექმნან რაღაც ახალი ტიპის ურთიერთობა ისეთი როგორც ზრდასრულებთან არის მისაღები. ბავშვები პედაგოგიას ვთქვათ და ცუდის კი, აი როგორც ეს რაღაც აღზრდის მემკვიდრეობასავით ვახსენეთ, ხო? ძალიან და მშობლებს აქვს ტენდენცია, რომ თავიანთი დედმამიშვილობის მაგალითები გაგვიზიარონ ძალიან ხშირად. ამ შემთხვევაში მოდელი ძალიან დამხმარეა, რომ პირობითად როგორი ურთიერთობა აქვთ ჩემი მშობლებს თავიანთ და-ძმებთან, ეს რაღაცნაირად მოდელი ხდება ჩვენი ურთიერთობებისთვისაც. ქვესნობიერში ილეკება და მინდა არ მინდა. დიახ. რა თქმა უნდა, რამდენჯერ რამდენად არის ფსიქოლოგიაში და ამართებს გულიასგან გავიგეთ პროცესები, სადაც ამთავრებს მშობელი, ხო, რაღაცა სადამდეც განვითარდა მშობელი, ბავშვს გინდა თუ არ მოიწვიდან უწევს ცხოვრების დაწყება, რაღაცა ესეთი რასაც არის, ხო, თვითონ როგორი ურთიერთობა ქონდა დედასო, დაძებთან თავის დედმამიშვილთან და შემდეგ მოდელი გადაწყდა. ანუ თუ მოხდა ისე რომ აი ვერ მოაგვარა ვერასოდეს მე თვითონ საშუალებსაც აქედან უწევს და ატვის წერტილს ხდება. იცით არსებობს ფსიქოლოგიაში ტრანსგენერაციული შინაარსები, ანუ რაც გადაეცემა თაობებს შორის და ამის ეს არსებობს, უბრალოდ ინდივიდს ყოველთვის აქვს რესურსი, რომ ეს მოაგვაროს და შეცვალოს თავის ცხოვრებაში, თუმცა ძალიან არაცნობიერად ეს გამოცდილებებიც გადადის დედმამიშვილებზე, ხო ის პირობითად რომ და ავტომატურად ხდება. რამდენჯერ ქონია განცდა, რომ დედა ჩემი ესე მეუბნებოდა და მე რომ მშობელი გავხდები, ამას არ ვიზამ, მაგრამ ძალიან ავტომატურად ხდება ეს და მე ვაფიქსირებთ, მე ხდება ამაზე რეფლექსია, ხო აი ამას ვეძახით ხოლმე აღზრდის მემკვიდრეობას, რომ ეს ავტომატურად ჩნდება ქცევაში, იმიტომ რომ ასოცირდებით. დიახ, კი. და თერაპია ძალიან დამხმარეა ყველა შემთხვევაში, ანუ ფსიქოთერაპია ერთმა გოგონატო გაშორდა კვარჩენით არ არის, მაგრამ უბრალოდ პარალელსოლებ. იმიტომ რომ როცა ცალი ერთი ვითარდება, ну ვეღარ ცხოვრობენ ერთად და ამიტომ გავშორდი, ანუ თითქოს ის კაცი არ აყვა განვითარებაში და ეს გოგო იყო რაღაცა კითხვის და იმის მოყვარული, თქვა, ну განვითარების მოყვარული და
აი დედმამიშვილებშიც თქვენ თქვით რომ შემდეგ დასრულებაში შეიძლება ისაუბრონ მოაგვარებინათ რა თუ ერთი ვითარდება და სხვა ინტერესები ხო არის რომ წრეზე ბრუნავენ არ ვითარდება ადამიანი ეს ხო ხშირად ხდება რა ანუ იქ უკვე არ არსებობს ხო არა მაინც ჯობს კი ყველა შემთხვევაში იმიტომ რომ ეს ემოციურ კავშირზე არის საუბრობთ და ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა შემთხვევაში შესაძლებელია კი რა თქმა უნდა როცა კი აჰა კი როგორც როგორც მშობლებისგან გვჭირდება და ველით უპირობო მიმღებლობას, ასევე დედმამიშვილებისგან ხო ისინი არ გვაფასებენ ჩვენ რამდენად კარგები ვართ, რამდენად წარმატებულები და როგორი სოციალური ურთიერთობები გვაქვს, ხო? მათთვის ყოველთვის მიღებულები ვართ ისევე როგორც მშობლებისთვის.